მოგესალმებით, დღეს 4 შაბათია, ეს კი პოდკასტის შესახებ, მე კი მისი წამყვანი მარი თევდორაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი იქნება ოდნავ განსხვავებული, რადგან არ ვისაუბრებთ ერთ კონკრეტულ თემაზე. არამედ შევეცდებით ამ მცირე პერიოდში განვიხილოთ ყველა ის მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უამრავ ქალს აწუხებს, თუმცა იშვიათად თუ საუბრობს ხმამაღლა ამაზე. თემები, რომლებიც მათი ცხოვრების განმავლობაში, გარდატეხის ასაკიდან თითქმის მთელი ცხოვრება აქტუალური რჩება. შიშები, კითხვები, ჰორმონები, ჯანმრთელობა, რა არის ნორმა და რა პათოლოგია, რა არის მითი და რა რეალობა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროთ დღევანდელი ჩემი ეპიზოდის სტუმარი არის ექიმი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქალბატონი მანანამ გალობლიშვილი, რომელმაც უამრავი ქალის ნდობა უკვე მოიპოვა და მათთვის დარწმუნებული ვარ, რომ ის არის არა მხოლოდ კარგი ექიმი, არამედ სიმშვიდის და იმედის გარანტი და რა თქმა უნდა, პროფესიონალთან ერთად ძალიან საყვარელი ადამიანი. ქალბატონო მანანა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, დროის გამოყოფისთვის, მართლა ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემი ეპიზოდის სტუმარი ხართ. თქვენთან ყველა თემაზე საუბარი ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა ჩავთვალე, რომ ყველა ქალს აქვს თავისი ინდივიდუალური კითხვები აწუხებს, რაზეც საუბარს ერიდებიან ხმამაღლა, არა მხოლოდ თქვათ ზოგადად თავიანთ სივრცეში, ოჯახში, არამედ ექიმთანაც კი ხდება ისეთი სიტუაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ვერ შევძლებთ, რომ ყველა კითხვას პასუხი გავცეთ, თუმცა ფიქრობ, რომ შევეცდებით, რომ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ იმაში დღევანდელი საუბრით, რომ ქალის ჯანმრთელობაზე საუბარი გავხადოთ უფრო ბუნებრივი, ნორმალური, თავისუფალი და ვუთხრათ კიდევ ერთხელ ქალებს, რომ მათ პრობლემებზე საუბარი არ არის სირცხული და შეუძლიათ, რომ თავისუფლად ილაპარაკონ. აქედან გამომდინარე, მინდა რომ დავიწყოთ თავიდან და მივყვეთ ასაკობრივად, დავყოთ რაღაც ეტაპები და ჩემი პირველი კითხვა იქნება საინტერესო ვთვლი არა მხოლოდ გოგონებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. რა ასაკში უნდა მოხდეს გოგონას პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან? აუცილებელი არის ამისთვის, რომ არსებობდეს რაიმე სიმპტომები თუ პროფილაქტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ვიზიტები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ ახალ სტუდიას და გისურვებთ წარმატებებს. რაც შეეხება იმ საკითხს, როდის უნდა მიიყვანო ექიმთან, თქვათ, ექიმ გინეკოლოგთან, ამ შემთხვევაში იგულისხმება ან ექიმ გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგთან, იმიტომ რომ რეპროდუქტოლოგთან მიყვანა, რაზედაც ჩვენ საუბრობთ, აბსოლუტურად ნორმალურია და საჭიროა. მაგრამ როდის უნდა მიიყვანო და საერთოდ უნდა მიიყვანო თუ არა ბავშვი გინეკოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან, დედამ, მშობელმა, მამამ, ამ დედამ, ხო? ამ შემთხვევაში პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვს უნდა ქონდეს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის მენსტრუაცია. ახლა ვსაუბრობ გოგონებზე, თუმცა ბიჭებსაც შეეხება ის, რომ ვთქვათ, სქესობრივი მომწიფება, ზოგადად რა არის ეს, როგორ ხდება, რა არის ნორმალური იმისათვის, რომ ბავშვი იყოს მზად და არ შეეშინდეს. მე მაგალითად ვიცი ბევრი შემთხვევები, როდესაც ბავშვმა არ იცის რა არის მენსტრუაცია და მენსტრუაცია რო დაეწყება, ძალიან დიდ სტრესს იღებს ამ მოვლენისგან და შემდეგ საჭირო, მერე უხსნიან და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ არ არის გარკვეული. ამავე დროს ეს ჭირდება ბავშვს იმისათვის, რომ მან იცოდეს, რა სახის ცვლილებები შეიძლება განიცადოს მისმა სხეულმა და რომ ეს არის ნორმალური, რომ ის ამას შეხვდეს მშვიდად. იგივე ეხება ბიჭებსაც, ხო? ბიჭებსაც ეწყებათ სქესობრივი მომწიფება, ცოტათი უფრო გვიან ვიდრე გოგონებს და სქესობრივი მომწიფების დასაწყისში შეიძლება ითქვას, ეს ძალიან ინდივიდუალურია, რა ასაკიდან იწყება სქესობრივი მომწიფება. გოგონებში უკვე ბოლო პერიოდის ტენდენცია არის, რომ სადღაც 10 წლიდან იწყება მეორადი სასქესო ნიშნები. მეორადი სასქესო ნიშნები ნიშნავს მკერდის ზრდა, თმიანი საფარველი ინტიმურ ზონებში, ოფლიანობა, ხო, ოფლი შეიძლება პატარა ბავშვსაც ჰქონდეს, მაგრამ აქ უკვე ოფლი იძენს გარკვეულ სუნს, განსხვავებულს.
და ეს გოგონებში იწყება უფრო 9, უფრო 10-11 წლის ასაკიდან და დაახლოებით სქესობრივი, ეს არის მეორადი სასქესო ნიშნები და როცა დაიწყება ეს ცვლილებები ორგანიზმში, დაახლოებით 2 წელიწადში, ესეც ინდივიდუალურია, იწყება menstruatsiya, პირველი menstruatsiya, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ menarches. ბიჭებში ხდება ცოტათი უფრო გვიან. შეიძლება ითქვას 1 წლით ან 2 წლით, შეიძლება გვიან დაიწყოს მეორადი სასქესო ნიშნების გამოვლენა ბიჭებში. თუმცა ბიჭებს არ აქვთ menstruatsiya, ამიტომ menstruatsiას ჩვენ იქ არ ველოდებით, მაგრამ იქ ხდება ზრდა სიმაღლეში ბიჭებში, ასევე იცვლება კანის ფერი ინტიმურ უბნებში, იზრდება სასქესო ორგანოები და პოლუცია, ეს სპერმის უნებლიე გამოყოფა, ესეთი შემთხვევები იწყება ამ პერიოდში და ეს არის ნორმალური და ეს უნდა იცოდეს ბავშვმა და კარგი იქნება თუ ამის შესახებ მშობელი მას დაელაპარაკება. ხშირად მშობლები არ ესაუბრებიან ამის შესახებ, არა იმიტომ რომ არ უნდათ ვთქვათ, რატომაც არა, თავის შვილისთვის ყველა საუკეთესო უნდა და მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ხშირად დიდებმაც არ იციან ეს როგორ ხდება. ამიტომ ბავშვს რო ვესაუბროთ სწორად გამართულად, ამისთვის საჭიროა რომ მშობელმა იცოდეს რა არის ნორმა, რა არის პათოლოგია, აი ეს ელემენტარული ინფორმაცია ჰქონდეს. ამისთვის არსებობს ესეთი საინფორმაციო ალბათ ჩვენი მსგავსი ეთერი, რომ შეუძლია მოусმინოს და გაიგოს ამის შესახებ. რაც შეეხება menstruatsiya ეწყება დაახლოებით 2 წლით გვიან, შემდეგ სქესობრივი ნიშნები გოგონებში გამოვლინდება და მერე იწყება უკვე menstruatsiya. ექიმთან მიყვანას რაც შეეხება, ექიმთან უნდა მიიყვანო იმ შემთხვევაში, თუ მეორადი სასქესო ნიშნები, ვახსენეთ ჩვენ ეს არის თმიანი საფარველი, სარძევი ჯირკვლების ზრდა და ასე შემდეგ, იწყება ცოტა უფრო ადრე, ანუ 10 წლამდე, მაგრამ 10 წლამდე, სადღაც 8 წლიდან. ან აი ამ შემთხვევაში, ანუ ცოტა ადრე. ან ვთქვათ, გოგონა არის უკვე 15 წლის და ჯერ მეორადი სასქესო ნიშნები არ აქვს, ხო? ან მეორადი სასქესო ნიშნები ვთქვათ, დაეწყო ნელ-ნელა 10-11 წლის ან 12 წლის ასაკიდან, ნორმალურია. გავიდა 2-3 წელი, უკვე 15 წლისა, 16 წლისა და ჯერ menstruatsiya არ დაწყებულა. ანუ ბიჭებშიც ესეა, რომ თუ მეორადი სასქესო ნიშნები არ დაეწყო, ვთქვათ 15 წლამდე, 16 წლამდე, იქაც რასაკვირველად დროულად უნდა მიმართოს ექიმს. რაც შეეხება თუ ყველაფერი ნორმალურად მიდის, ამის შესახებ ბავშვმაც უნდა იცოდეს, ინფორმაცია ჰქონდეს, რომ მისი სხეული განიცდის ცვლილებებს, თუ ნორმალურად მიდის, პირველი menstruatsiyis შემდეგ სასურველია, რომ გინეკოლოგთან, რეპროდუქტოლოგთან უბრალოდ სკრინინგისთვის მიიყვანო ბავშვი. თუნდაც იმისთვის, რომ ნებისმიერ თითქმის ყველა შემთხვევაში არსებობს კითხვები, რომელიც ებადება არა მხოლოდ მშობელს, არამედ თავად ბავშვს და ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტია, როცა ექიმთან მიდის, ეს უჩვეულოა ბავშვისთვის, აი ესეთ გარდამავალ პერიოდში დედასთან ერთად. მაგრამ აქაც ექიმზედაც ბევრია დამოკიდებული, როგორ მიუდგება ამას, როგორ აუხსნის, როგორი ენით აუხსნის ამ მარტივი ენით, რასაკვირველია, უნდა აეხსნას და თუ რამე კითხვები ექნება, აქედან გამომდინარე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია. ესევე არის ბიჭები, თუ რამე არის დარღვევა, ამ შემთხვევაში მიმართავენ ექიმს, ბიჭების შემთხვევაში აქ გინეკოლოგს არა, უფრო ენდოკრინოლოგს.
იცით რა მაინტერესებს ქალბატონო მანენა თქვენ ახსენეთ აი მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით, რომ აი ბავშვს არ აქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ვთვლი რომ ორი ესეთი საკითხი არის, რომელზეც მინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის მენსტრუალური ციკლი და სექსუალური განათლება, რომელზეც ზოგიერთი ოჯახი გაურბის ამაზე საუბრას, იმიტომ რომ უხერხულად მიაჩნიათ. და აქაც ორად იყო ფაზრი, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თუნდაც მენსტრუალურ ციკლზე საუბარიან სექსუალურ განათლებაზე, რომელიც შეესაბამება მათ, რა თქმა უნდა, ასაკობრივ ნორმას. საუბარი, ვთქვათ, არ ღირს, რადგანაც თუნდაც მენსტრუალური ციკლი, როდესაც გოგონას დაეწყება, თვითონვე მიხვდება რა არის ეს, თუმცა ზოგიერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მაინც კარგი არის თუ ისინი წინასწარ მომზადებულები შეხვდებიან. აი თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რადგანაც აქვე ვიტყვი, რომ აი თუნდაც სექსუალური განათლება რო ავიღოთ, დღესდღეობით ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ინტერნეტს უცეს უკავია და ახალ ბავშვების თუნდაც თინეიჯერები ძალიან ბევრი ინფორმაციას ნახულობენ ინტერნეტ სივრცეში, ან შემთხვევითი წყაროებიდან, სადაც რა თქმა უნდა, რეალურ ინფორმაციასთან ერთად ყოველთვის არსებობს არასწორი შეხედულებები, მითები. აი რა რისკებთან არის ასოცირებული ეს ყველაფერი? რომ ამდენად თქვენ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ის, რომ ბავშვმა ამ შემთხვევაში გოგონა მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით უნდა იცოდეს წინასწარ თუ არა და რაც შეეხება სექსუალურ განათლებას, რამდენად თქვენ მიიჩნევთ იმასაც სწორად, რომ ბავშვს, გოგო იქნება თუ ბიჭი, უნდა ჰქონდეს ასაკის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია სექსუალური განათლების შესახებ. რასაკვირველია, ინფორმაცია ბავშვს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხშირად არასწორად იგებენ ამ ტერმინს თუნდაც სექსუალური განათლება. ნუ რაღაცნაირად ეს სიტყვაც ესე ჟღერს, რომ გვერიდება წარმოთქმა ექიმებსაც კი, ხო. ამიტომ სექსუალური განათლებაში ჩვენ სქესობრივ განათლებას უფრო დავარქმევდი, ვიდრე უფრო სქესობრივი განათლება რაღაც უფრო შეესაბამება ჩემი აზრით ამ მიმართულებას და სქესობრივი განათლება გარკვეულწილად მშობელსაც უნდა ჰქონდეს, როგორც ვახსენე და ბავშვის ასაკის შესაბამისად ცხადია, რომ გარკვეული ინფორმაცია უნდა გასცეს. აქ აქვს მნიშვნელობა, როგორ ბავშვებსაც უჩნდებათ კითხვები, ვიცით, ხო? და აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ძალიან დელიკატური თემა, როგორ უნდა უთხრას ეს მშობელმა, რა დონემდე უნდა უთხრას, იმიტომ რომ ყველა ასაკში განსხვავებული მიდგომაა. და მე ვფიქრობ, რომ აი ამ თემასთან დაკავშირებით, თუ მშობელს უჭირს ახსნა ის, რომ აი მაგალითად თუნდაც მენსტრუაცია, ხო? უნდა იცოდეს, რომ შენ თქვათ შენი სხეული განიცდის გარკვეულ ცვლილებებს, იმიტომ რომ შენ იზრდები, ორგანიზმი იცვლება, შენ იქნები დიდი გოგო ან დიდი ბიჭი და აქედან გამომდინარე რაღაცები იცვლება და აი ესეთი ცვლილებები შეიძლება იყოს და ეს არის ნორმალური, ეს არის ფიზიოლოგიური, ეს ნიშნავს, რომ შეხარ ჯანმრთელი და შეხარ ჭკვიანი და ასე შემდეგ. დაახლოებით მე ესე წარმომიდგენია. რასაკვირველია, თუ მშობელს უჭირს, კი აქვს ინფორმაცია შეიძლება მშობელს, მაგრამ უჭირს, რომ ბავშვს ეს მოუყვეს, აი არ იცის როგორი სიტყვებით აღწეროს. ამ შემთხვევაში ფიქრობ, რომ შეიძლება, რომ ფსიქოლოგს გაესაუბროს. თან ბავშვიც ყველა ინდივიდუალურია, ყველას თავისებური ხასიათი აქვს და შეიძლება განსხვავებული მიდგომა ჭირდება. ამიტომ ესეთი რეცეპტი და ფორმულა არ არსებობს, რომ აი ასე უნდა უთხრა ბავშვს, ხო? გააჩნია ბავშვს, გააჩნია ასაკს, გააჩნია დედას რა ინფორმაცია აქვს. შეიძლება მშობელს არ ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და ეს კიდევ უარესია, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. სხვა შორის ჩემთან მოსულან არიან, ახლა რო გითხრათ ძალიან ხშირად, მაგრამ ესეთი პაციენტები, როდესაც ესეთ მოზრდილ უკვე პირველი მენსტრუაციის შემდეგ ან დაახლოებით ამ ასაკში დედას მოყავს და იმისათვის, რომ დედასაც ძალიან ბევრი კითხვები აქვს, რომ შემეკითხოს როგორ რო აუხსნა ბავშვს, იმიტომ რომ თვითონ ვერ უხსნის, შეიძლება რაღაცა არ იცის, ან არ იცის როგორ აუხსნას. ამიტომ ეს არის ნორმალური. სქესობრივი განათლება ეს მოიცავს რასაკვირველია ინფორმაციას არა მარტო სქესობრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც
უნდა იცოდეს, ну მე არ ვამბობ რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, მაგრამ გარკვეული ასაკიდან ის ნებისმიერ შემთხვევაში იღებს ინფორმაციას სოციალური ქსელიდან. და სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი კარგი სწორი ინფორმაციაა, მაგრამ პრობლემა არა თუ ბავშვების, არამედ უფროსების არის ის, რომ ძალიან რთულია რომ ამ ზღვა ინფორმაციიდან გამოარჩიო სწორი, პროფესიონალური ინფორმაცია და ის რაც არის, ესე ვთქვათ, რაღაცა ფეიკი თუ რაღაცა ესე ცოტა უხეშად გამოდის, მაგრამ აი ესე ჭუჭყი ინფორმაცია, რომელიც აი უბრალოდ აბინძურებს სოციალურ ქსელს. ნუ ამას ვერ გავექცევით, ამიტომ ძალიან რთულია ამის გარჩევა და სხვათა შორის არა თუ ბავშვებს დიდები, ხო, აქ საუბარია უკვე დასრული ადამიანები, გამომდინარე მამაკაცებიც, ქალებიც, ხო, ბევრი პაციენტისგან მსმენია, უთქვამთ, ანუ მათ აქვთ რაღაც არასწორი წარმოდგენა, თუნდაც სქესობრივი ცხოვრების შესახებ, გამომდინარე იმ ფილმებიდან, რომელსაც ისინი უყურებენ, ან რაღაცა ვიდეოებიდან, ან შეიძლება მეგობარიც უყვება და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელზე მაქვს საუბარი და არასწორი წარმოდგენა აქვს. მათ გონიათ, რომ კინოში თუ რა ვიცი, რაღაცა ეროტიკული თუ რაღაც ფილმებში როგორ ხდება, ესე უნდა ხდებოდეს, რომ ეს არის სტანდარტი და სიამოვნებაში იქ შეიძლება იყოს არასწორად ბევრი რამე, არასწორად აღიქვას ადამიანმა და ამიტომ ბევრია ესეთი პაციენტი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ მე მაქვს აი ეს პრობლემა, ხო, ეხლა არ ჩაუღრმავდები ამ საკითხს, უბრალოდ აქ პრინციპია მთავარი. მე მაქვს ეს პრობლემა და რომ მომიყვება პრობლემას, ხვდები, რომ აბსოლუტურად არ არის ეს პრობლემა, ეს ნორმალურია. უბრალოდ მას აქვს არასწორი წარმოდგენა, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცები წაიკითხა, ან რაღაცები ნახა და მიიღო როგორც ეს ჭეშმარიტება და სიმართლე. და კიდევ არის, ვთქვათ, პრობლემა აი ქალებში, რომელიც სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ხო, როდესაც იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, ალბათ ბევრ ჩვენს მაყურებელსაც გაუგია ესეთი ვაგინიზმი, ხო? ვაგინიზმი არის შიში, ანუ ფობია, ხო? სქესობრივი კონტაქტის მიმართ. აი, როდესაც ეში, ну, ესეა. როგორც წესი, მათ აწუხებთ ტკივილი, შეიძლება ეს ტკივილი იყოს ძალიან ძლიერი, სქესობრივი აქტის ცდილობისას. აი, სქესობრივი აქტიც კი ვერ ხორციელდება ამის გამო. ან ну, ეს ცალკე თემაა კიდე, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ვაგინიზმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის სწორედ ის არასწორი წარმოდგენები, რომელიც ექმნებათ ბავშვობაში, არა მხოლოდ, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზია, რომელიც ექმნებათ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან და ვთქვათ, მონაყოლი, ვთქვათ, მეგობრის ან მეზობლის და ეს არასწორი წარმოდგენა მათში იწვევს შიშს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის მართლა, რომელზეც შეგვიძლია რომ დაუსრულებლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ მე შემხვედრია პირადად მაგალითად ინტერნეტ სივრცეში, აი ესე ვთქვათ, კითხვები, თუნდაც გარდატეხის ასაკის ბავშვებს, რომ რაღაცა მენსტრუალური ციკლი რა არის, ეს რა არის, ასე ვთქვათ, ასეთი კითხვები, რომელთაც მოცულია ინტერნეტ სივრცე და თქვენ ყველაფერი სწორად თქვით. ამასთან დაკავშირებით მინდა აქვე ვისაუბროთ ქალბატონო მანანა მენსტრუალურ ციკლზე, რადგანაც ამ თემაზე ვსაუბრობდით, რომელიც თვლი რომ ნუ ყველა ქალისთვის განსხვავებულად მიმდინარეობს, ზოგისთვის თქვათ სრულიად უმტკივნეულოდ, ზოგისთვის კიდევ პირიქით, თუნდაც აი პრემენსტრუალური სინდრომიც. ამიტომ მინდა ჩვენს მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია კიდევ ერთხელ, აი რა არის მენსტრუალური ციკლის დროს ნორმა და რა არის პათოლოგია, რა დროს ვითარდება ეს ძლიერი ტკივილი, რა დროს არ უნდა დავაიგნორიროთ ეს ტკივილი და შესაძლებელი არის თუ არა რაიმე კუთხით ამ ტკივილის აცილება და აქვე შეგეკითხებით კიდევ არის რა ძირითადი ფაქტორები არის, რას მოქმედებს მაგალითად აი ამ მენსტრუალურ ციკლის მიმდინარეობაზე. თქვათ ეს არის ჰორმონული ცვლილებები, სტრესი, უძილობა თუნდაც თუ აი რა განაპირობებს ამ ყველაფერს. მენსტრუალური ციკლი ზოგადად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, სარკე, ვთქვათ, მაჩვენებელი იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რეპროდუქციული სისტემა და აქედან გამომდინარე ქალის ჯანმრთელობა.
ესეთი პირდაპირი გაგებით ნუ გავიგებთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც menstruatsiya არის ნორმალური, როგორც წესი რეპროდუქციული სისტემაც ნორმალურად ფუნქციონირებს. ეს ამის მაჩვენებელია. menstruatsiya, ბევრს გონია, რომ menstruatsiya შედეგია იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს რეპროდუქციული სისტემა. მაგრამ ჩვენ რო ვიცოდეთ, ხო, ქალმა ხომ და იცოდეს თქვათ, მას ნორმალური menstruatsiya აქვს თუ არა. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევა, რომ არ არის ნორმალური menstruatsiya და ქალი თვლის, რომ ეს ნორმაა. ან პირიქით ნორმალური menstruatsiya და რატომღაც გონია, რომ ეს არანორმალურია. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც ის, როდესაც მაგალითად ქალი 35-38 წლის ასაკში ამბობს, რომ ძალიან შეუმცირდა menstruალური გამონადენი, რომ ადრე ვთქვათ 5 წლის წინ ქონდა უფრო მეტი, ახლა აქვს ნაკლები. ცხადია, შეიძლება სხვა რაღაცა პათოლოგიური პრობლემაც იყოს, რამე დაავადება იქ, მაგრამ უმეტესად ეს არის ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული, ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან, რომელიც ასაკთან ერთად ხდება და ესეთი ბევრი შემთხვევაა. მოდით მე მარტივად ავხსნი, რომ ვთქვათ არაექიმებმა გაიგონ, რომ menstruatsiya უნდა შევაფასოთ რამდენიმე 5 ძირითადი ნიშნით. პირველი, ეს არის menstruალური ციკლის ხანგრძლივობა. menstruალური ციკლის ხანგრძლივობა ნიშნავს დღეების რაოდენობას menstruatsiyis დაწყების პირველი დღიდან დაწყების და არა დამთავრების, ხო? შემდეგი menstruatsiyis პირველ დღემდე. და ის უნდა იყოს 21-დან დაახლოებით 35 დღემდე. არის წყაროები, სადაც ამბობენ, რომ 38 დღემდე, ახლა 1-2 დღეს ესეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ბოლო-ბოლო შეიძლება 20-იც იყოს ყოველთვის, ხო? 20 ნაკლები უკვე ცოტაა. აი ეს არის menstruალური ციკლის ხანგრძლივობა 21-დან 35 დღემდე. მაგრამ ახლა აქ რა პრობლემას მე ნელ-ნელა მოყვები 5 ნიშანია სულ, მაგრამ აქ რა პრობლემას ვაწყდებით, რომ ქალს, რომელსაც აქვს მაგალითად 22 დღიანი ციკლი, ან 30 დღიანი ციკლი, შეიძლება menstruatsiya მოუვიდეს თვის ბოლო რიცხვში, შემდეგ კი თვე არ მოვიდეს და იმის შემდეგ თვეში მოვიდეს. და გამოუვა 32 დღე, იმიტომ რომ თვეში ხო ზოგჯერ 30 დღეა, ის კი არა 28 დღიანი ვთქვათ არსებობს, ხო თებერვალი უფრო ხშირად 28 დღიანია. და შეიძლება მოგივიდეს თებერვლამდე, იანვრის ბოლოში და მოგივიდეს მარტის დასაწყისში და იფიქრო, რომ აი ერთი დღე ჩამივარდა. ამიტომ ჩვენ თვეებს კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ჩვენ უნდა მივაქციოთ menstruatsiyis პირველი დღიდან შემდეგი menstruatsiyis პირველ დღემდე უნდა გადავთვალოთ დღეების რაოდენობა. ეს დღეების რაოდენობა შეიძლება იცვლებოდეს, იმიტომ რომ ზუსტად თქვათ გაქვს 28 დღიანი, უმეტესობას ქალებისას აქვს 28 დღიანი ციკლი. ეს 28 შეიძლება იყოს 30, ზოგჯერ შეიძლება იყოს 26 და ეს ნორმალურია. მაგრამ თუ შენ გაქვს menstruatsiya 21 დღიანი, შემდეგ ციკლში 35 დღიანი, მერე 28 დღიანი, ეს ცოტა ეს არ არის ნორმალური. რატო? იმიტომ რომ აი ეს ცდომილება არის სადღაც 5 დღეზე მეტი. და აი ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. ესე იგი პირველი ნიშანი შეფასების menstruatsiyis თქვით, რომ არის menstruალური ციკლის ხანგრძლივობა. მეორე ნიშანი ეს არის menstruალური სისხლდენის ხანგრძლივობა. ხო, რამდენი დღე მოდის menstruალური გამონადენი, ხო, სისხლი, რამდენი დღე არის. ნორმალური არის 5-6 დღე, 7 დღეც შესაძლებელია. ეხლა მინიმუმ რამდენია თუ მკითხავთ, გააჩნია ასაკს. ეხლა რეპროდუქციულ ასაკში, ახალგაზრდა ასაკში ვთვლით, ვთქვათ 30 წლამდე, ის 3 დღიანი, შეიძლება 2 დღიანიც იყოს, ხო, მინიმუმ, მაგრამ 1 დღე ცოტაა. მაგრამ მაგალითად 40 წლის ასაკში თუ 1 დღიანი ციკლი აქვს ქალს, ადრე მეტი ქონდა ალბათ. ეს ნორმალურია. მოკლედ, ხანგრძლივობა არის 5-6, მაქსიმუმ 7 დღე. მეორე ნიშანი ეს არის menstruალური სისხლდენის ხანგრძლივობა, მესამე ნიშანი ეს არის menstruალური სისხლდენის
რაოდენობა, სისხლის რაოდენობა რამდენს კარგავს ქალი მენსტრუალური ციკლის დროს. და ეს რაოდენობას ჩვენ დასაკვირველია ვერ დავთვლით. როგორ უნდა დათვალოს, ვერც ქალი ვერ დათვლის, ვერც ექიმი, ხო? ამიტომ ჩვენ რა კითხვას უსვამთ პაციენტს, რომ რამდენ საფენს ხმარობ დღეში. შეიძლება ის ხმარობდეს 10 საფენს, მაგრამ მქონდეს ნორმალური. ანუ ესეც ძალიან დეტალურად უნდა ვკითხოთ. რატო ხმარობს 10? იმიტომ რომ ოდნავ რო დაესვრება ის მაშინვე მას იცვლის. ანუ თუ სრულად შეივსება ავიღოთ პირობითად საშუალო ზომის საფენი ჰიგიენური ან ტამპონი ვთქვათ და ეს სჭირდება დღეში 5-6 მაქსიმუმ, ეს არის ნორმალური. მაგრამ თუ მას სჭირდება 8-10 ან მეტი, ანუ 7-8 და მეტი. ამ შემთხვევაში ეს არის ჭარბი მენსტრუაცია. შემდეგი ნიშანი, ეს მგონი 3 ჩამოთვალულეთ, ხო? მეოთხე ეს არის მენსტრუაციის მტკივნეულობა. აი, რამდენად მტკივნეულია ეს? მენსტრუაცია ცოტათი მტკივნეული პრინციპში ნორმალურია. აი, როდესაც ქალები ამბობენ, ხო, პაციენტი როცა მეუბნება, რომ საერთოდ არ მტკივა, აი, საერთოდ ვერც ვიგებ, როდის მოვიდა, უბრალოდ ხედავ, რომ მოდის სისხლი. ეს არ არის ნორმალური როგორც საშიში და ის არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა ოვულაცია არ ხდებოდეს ისე, როგორც უნდა იყოს. მაგრამ როგორც წესი უმეტესობას რაღაცა დისკომფორტი, ცოტა ტკივილი, რაღაც ყრუ შეგრძნებები მუცლის ქვედა არეში აქვს და ეს არის ნორმალური და ესეთი მოსათმენია, შრომის უნარიანობას არ კარგავს ქალი და ჩვეულებრივად აგრძელებს იქნება სამუშაო, სწავლა თუ სახლის საქმეები. მაგრამ თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ქალი კარგავს შრომის უნარიანობას, ზოგს აქვს გულისრევის შეგრძნება, ვერ გამოდის ფაქტიურად მომწყდარია ამ ესე ვთქვათ ცხოვრებას, იქიდან გამომდინარე, რომ წევს სახლში და ვერ გადის ვერსად, საშილად ტკივა, სვამს ტკივილ გამაყუჩებლებს. არის რომ ტკივილ გამაყუჩებელი აყუჩებს, არის რომ მაინც არ შველის, ცოტათი აყუჩებს, მაგრამ მაინც ცუდად არის. აი, ეს უკვე არ არის ნორმალური. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც აქვს ესეთი ძალიან ძლიერი მენსტრუალური ტკივილი ქალს, ეს არ არის აუცილებელი, ანუ არ მინდა რომ დავაშინო ახლა მაყურებელი, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს რაღაცა ხდებოდეს ისეთი ორგანიზმში, როგორც იციან, ესე საშიშია, აი ესეთ კითხვას მისვამენ ხოლმე და რას ნიშნავს კი ხვდები. ანუ რაღაცა გადაუწყვეტელი და რაღაც ისეთი პრობლემა აქვს. არა, შეიძლება ეს უბრალოდ მისი ფიზიოლოგიის თავისებურება იყოს. იმ ჰორმონების, რომელიც მუშაობს ამ დროს გამოიყოფა, აი მაგალითად ერთ-ერთი მიზეზი განსაკუთრებით პატარა ასაკში, ხო? აი 13 წლიდან საშუალოდ ეწყებათ მენსტრუაცია და სადღაც 20 წლამდე ხშირად აქვთ ეს ძლიერი ტკივილები, მერე ნელ-ნელა მცირდება ეს ტკივილი ასაკთან ერთად. აი ეს ტკივილები უმეტესად დაკავშირებულია იმ ჰორმონალურ ცვლილებებთან, რომელიც ამ დროს მიმდინარეობს და აი მაგალითად დიდი რაოდენობით პროსტაგლანდინები არის ესეთი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას. ზოგადად კუმშავს და ამ დროს თუ ძალიან ბევრი პროსტაგლანდინი გამოიყოფა, უფრო ძლიერია ეს შეკუმშვა და უფრო ტკივა. მაგრამ მერე დროთა განმავლობაში ეს ტკივილი კი რჩება რაღაც ტკივილი და მცირდება და სხვა შორის ეს ნორმალურია. მაგრამ ნორმალურია რა აზრით, შეიძლება აი ეს მომენტი მინდა რომ კარგად გაიგოს მაყურებელმა, რომ შეიძლება ძალიან მტკივნეული ქონდეს მენსტრუაცია ბავშვს, 16 წლის ბავშვს ვეძახით, ხო, ჯერჯერობით 16, 17 წლის, 18, 19 წლის ასაკში არ იყოს დაკავშირებული და როგორც ხდება არ არის ორგანულ პათოლოგიასთან, რაიმე ორგანოსთან, მაგრამ არაუშავს მოითმინოს, არა. არ არის ნორმალური რატო? თვითონ ტკივილის სინდრომი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და
ასევე იწვევს სხვა ესე ვთქვათ პათოლოგიებს და სხვა ცხოვრების ხარისხი. შეხედეთ ნერვულ სისტემაზე, როდესაც მოქმედებს, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს ნერვული სისტემიდან ხო გაგვიგია ეს გამოთქვა, რომ ყველაფერი ნერვებიდან და ყველაფერი ტვინიდან მოდის, მართლაც ესეა. ამიტომ როდესაც არის ძალიან ძლიერი ტკივილი, აუცილებლად უნდა იყოს ეს ტკივილი მოხსნილი. ყოველ შემთხვევაში შემსუბუქებული და როგორ უნდა შეუმსუბუქდეს ეს ტკივილი? კი, ახლა ზოგადი რეკომენდაციები არსებობს, თუნდაც ის რომ თბილი დაიდო მუცელზე პირველ რიგში ექიმს უნდა მიმართო, რომ გამოირიცხოს რაიმე პათოლოგია, იმიტომ რომ შეიძლება, კი, არ არის გამორიცხული, იყოს რამე ორგანული პათოლოგია, რომელიც ამას იწვევს. მაგრამ თუ ყველაფერი ნორმაშია გამოვრიცხეთ, არსებობს, თქვათ, მარტივიდან უფრო რთულამდე, თქვათ, თბილი დაიდო მუცელზე, ბევრი სითხე დალიო, გააჩნია რა სიმპტომები აქვს, ზოგს თავის ტკივილები აქვს ძალიან ძლიერი. ზოგს გულისრევა აქვს, ზოგს უბრალოდ ძალიან ძლიერი ტკივილი აქვს და უენერგიობა აქვს. გააჩნია რა სახის დისკომფორტი აქვს, იმის მიხედვით დისკომფორტი არ ქვია ამას, უფრო რა აწუხებს, რა არის მისთვის ესეთი აუტანელი და გადაუწყვეტელი და ამის მიხედვით რეკომენდაციებს ვაძლევთ. არის ტკივილი მენსტრუაციის, რომელიც როგორ არის, თავიდან თქვათ, აქვს ძალიან ძლიერი ტკივილი და მერე კიდევ უფრო ძლიერდება ეს ტკივილი ასაკის მატებასთან ერთად. ან თავიდან საშუალო მოსათმენი ზომიერი ტკივილი აქვს, დავარქვათ ესე, და მერე მატულობს 20-25 წლის შემდეგ, 30-35 წლის ასაკში უკვე ძალიან ძლიერი ტკივილი აქვს. არა და ადრე არ ქონდა, ხო? ეს უკვე მიგვანიშნებს, რომ იქ შესაძლოა იყოს ენდომეტრიოზი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ენდომეტრიოზისთვის. ენდომეტრიოზიც არ არის საშიში, ხო, როგორც რო არ შეეშინეთ. ენდომეტრიოზი ეს ცალკე თემაა და ამაზე ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ. მე მგონი ყველა ნიშანი ჩამოვთვალეთ, ხო? მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა, მენსტრუალური სისხლდენის ხანგრძლივობა, მენსტრუაციის მტკივნეულობა და მენსტრუალური სისხლის რაოდენობა. მე მგონი სხვა არაფერი, ერთი არის კიდე პლუს, რაც თქვენ ახსენეთ, პრემენსტრუალური სინდრომი, ხო? კი. პრემენსტრუალური სინდრომის შესახებ რომელიც საკმაოდ გავრცელებული არის, მაინტერესებს სხვათა შორის. ესეც ხო არ არის, თქვათ, რაიმე პათოლოგიასთან შეიძლება იყოს თუ არა დაკავშირებული, თქვათ, იმიტომ რომ ზოგი ძახს პრემენსტრუალური სინდრომი მაქვს, რამე ხო არ მჭირს მაგალითად. თუ ალბათ ესეც უკვე ინდივიდუალური არის, ხო? შესაძლებელია რაიმე მიზეზი არსებობდეს, მაგრამ შესაძლებელია მისგან დამოუკიდებლადაც განვითარდეს, ხო, პრემენსტრუალური სინდრომი. დიახ, გეთანხმებით ესეა. პრემენსტრუალური სინდრომი ეს არის ისეთი მდგომარეობა, ჯერ ვთქვათ რა არის, ხო, როდესაც ქალს ყოველი მენსტრუაციის წინ, თითქმის ყოველი, ხო, აქვს ვთქვათ, სხვადასხვა სიმპტომები. იქნება ეს მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, უენერგიობა, მადის მომატება, გაღიზიანებულობა, შფოთვები, ყველანაირი სიმპტომი, რაც მანამდე მას არ აქვს, მაინც და მაინც იწყება მენსტრუაციამდე, ვთქვათ, 7-10 დღით ადრე, შეიძლება 5 დღით ადრე. მაგრამ დამახასიათებელი ისაა, რომ თითქმის ერთნაირი სიმპტომები იწყება ყოველი მენსტრუაციის წინ. ამას ქვია პრემენსტრუალური სინდრომი. პრემენსტრუალური სინდრომი სუბუქად გამოხატული, პრინციპში ნორმაა. დიახ. და ჩვენ ვიცით, რომ უბრალოდ ეს უნდა მართოს ქალმა, თვითონაც შეუძლია მართოს, რომ თუ აქვს გაღიზიანებულობა მსუბუქი, ამ შემთხვევაში მოусმინოს თავის სხეულს, ხო? რას ნიშნავს მოусმინო? ანუ შენ უნდა შეისწავლო რა უფრო ქსიამოვნებს ამ დროს, რა უფრო გაღიზიანებს და სწორედ მენსტრუაციის წინა პერიოდში ისე ვთქვათ, ხელი შეუწყო საკუთარ, იგივე ვთქვათ, შეიძლება ვინმეს ვთქვათ სიამოვნებს ამ დროს უფრო ფიზიკური აქტივობით გააძლიეროს ფიზიკური აქტივობა, ან ცურვა, ან მასაჟი, ან რა ვიცი, თუნდაც რაღაცა საკუთარ თავს ასიამოვნოს და ამის ხარჯზე ეს ნერვული გაღიზიანებულობა ცოტა შეამსუბუქოს და კიდევ
ბევრი სხვა ესეთი ხერხები არსებობს ამისი, მაგრამ თუ ეს იმდენად ძლიერია, რომ ისე ვიმეორებ ცხოვრების ხარისხს აუარესებს, შრომის უნარიანობას აქვეითებს, სამსახურში რომ დადიხარ უკვე ურთიერთობებიც ხო უარესდება და რაღაცა შეიძლება კონფლიქტური სიტუაციების შექმნა სამსახურში იქნება თუ ოჯახის წევრებთან, ეს არ არის ნორმალური და ამას სჭირდება დახმარება და ეს რასაკვირველია შესაძლებელია აბსოლუტურად შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა. ერთ რამეს ვიტყვი, საინტერესო იქნება ალბათ ბევრისთვის, ეს აღმოჩენა არ არის, მაგრამ მაინც ბევრმა არ იცის, რომ ზოგს გონია, რომ მე მაქვს მაგალითად პრემენსტრუალური სინდრომი ძალიან გამოხატული და ასე გონია, რომ რაღაცა ლაბორატორიულ კვლევებს ჩაიტარებს, ან თუნდაც menstruაციის ტკივილი ძლიერი, ხო, ლაბორატორიულ კვლევებს ჩაიტარებს, ჰორმონები ჩავაბარე ყველანაირი, მაგრამ ყველაფერი ნორმაში მაქვს და უკვირს, რომ ჰორმონები ყველაფერი ნორმაშია და რატომ მაქვს ეს პრემენსტრუალური სინდრომი, რატომ მაქვს ეს menstruაციის ტკივილი, ხო? და მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ჯერჯერობით მედიცინაში, არ არსებობს ისეთი ჰორმონი, რომელიც არის სპეციფიური ამ მდგომარეობის. სპეციფიური ნიშნავს, რომ შენ რო გააკეთო ეს ჰორმონი და თუ ის მაღალია, ესე იგი ეს იწვევს პრემენსტრუალურს ან ეს იწვევს თქვათ ტკივილიან menstruაციას. ესეთი ჰორმონი არ არსებობს. ჰორმონები კი ბატონო, სკრინინგისთვის შეიძლება ჩაიტარო, მაგრამ ამ ჰორმონების მიხედვით საფუძველზე ჩვენ ვერ დავსვამთ დიაგნოზს, რატომ არის პრემენსტრუალური სინდრომი. სინამდვილეში რატომ არის პრემენსტრუალური სინდრომი? ეს არის, ცოტა შორიდან ხო არ დავიწყო, თან არ მინდა რომ ბევრი ვისაუბრო, რომ შევაწყინო თავი ჩემსმენელს, მოდით ესე ვთქვათ. menstruatsiიდან menstruatsiამდე ქალის ორგანიზმში ხდება ჰორმონები გამოიყოფა საკვერცხის მიერ. საკვერცხეები, ეს არის ის ორგანო, რომელიც არეგულირებს მთელ menstrualურ ციკლს. და ის პირდაპირ კავშირშია თავის ტვინის სტრუქტურებთან, რომელიც ასევე გამოყოფს ჰორმონებს. ვიცით ეს ჩვენ ხო, თქვენ იცით, რომ ეს ის არის უკუკავშირია ერთგვარი ტვინსა და საკვერცხეს შორის და აი ამ ეს უკუკავშირი მუშაობს, ესე ვთქვათ, გამართულად და შესაბამისად, აი მაგალითად menstruაციის პირველ ფაზაში გამოყოფს ერთ ჰორმონს, მერე მეორე ჰორმონს, მერე მესამე ჰორმონს, ის რაც პირველ ფაზაში იყო, ის იკლებს მეორე, ანუ რო წარმოიდგინოთ, ეს არის აი ესეთი ორკესტრი, ხო, რო წარმოიდგინოთ, მართლა ესეა, რომელსაც ყავს დირიჟორი და ეს დირიჟორი არის ტვინი. და ის მართავს, რომ შენ ჩუმად, ეხლა შენ მეტი და ესეთნაირად და აი ეს ორკესტრი, როდესაც ხმა შეწყობილია, ხო, აი ესე სწორად უკრავს იმ მელოდიას თუ მუსიკას, მაშინ ყველაფერი კარგად მუშაობს. აი ზუსტად ესე არის ქალის რეპროდუქციული სისტემა menstruatsiიდან menstruatsiამდე ეს ორკესტრი ერთ მუსიკას ასრულებს, იწყება menstruatsiya, შემდეგ იწყება მეორე. ზოგის ორგანიზმი არის უფრო მგრძნობიარე. ვთქვათ ესე მარტივად ამ ჰორმონების მიმართ. ზოგის უფრო ნაკლებად, ხო? და ეს იწვევს იმ პრემენსტრუალურ სინდრომს, რომელიც აქვთ ქალებს. ძირითადად იქ გამოიყოფა ზოგი ჰორმონი უფრო მეტი რაოდენობით, მაგრამ ჩვენ ისე ვიმეორებ, ჩვენ რომ ლაბორატორიულად გავაკეთოთ, აი ზოგმა იცის, რომ აი პროგესტერონია ბევრი და პროგესტერონია ცოტა. ჩვენ რომ გავაკეთოთ პროგესტერონის ანალიზი და აკეთებენ, ჩვენ პასუხს მაინც ვერ გავიგებთ. იმიტომ რომ ჰორმონი ჯერ ერთი რომ ჰორმონი იცვლება როგორც ჩვენი ხასიათი. დავიწყოთ იქიდან, აი როგორც ხასიათი გეცვლება, ისე არის ყოველ საათში სხვადასხვა რაოდენობა გამოიყოფა. ამიტომ ერთი ანალიზით კი ზოგადი ტენდენცია შეიძლება დაიჭირო, მაგრამ ეხლა ამ ყოველ შემთხვევაში პროგესტერონის ან ესტროგენის განსაზღვრით
რეპროდუქციულ ასაკში ამაზე პასუხს ვერ მივიღებთ ჩვენ რატო არის ეს პრემენსტრუალური სინდრომი. როგორც წესი მისი მკურნალობა ხდება პრემენსტრუალური სინდრომის არსებობს ორი ტიპის მკურნალობა, აქვე ვიტყვით, ყველას აინტერესებს მკურნალობის ის როგორ ხდება. ორი ტიპის მკურნალობა, ერთი არახორმონალური და ჰორმონალური, ესე დავყოფ, ხო? არახორმონალური უფრო სიმპტომატურია, სიმპტომატური ნიშნავს იმ სიმპტომების, ინდივიდუალური სიმპტომების მიხედვით, იმ ჩივილების მიხედვით, რომელიც აქვს ქალს, და მეორე არის ჰორმონალური, ეს არის ძირითადად ან ორფაზიანი ჰორმონალური პრეპარატები, ან ერთფაზიანი პროგესტერონის ჯგუფი მენსტრუაციის გარკვეულ ფაზაში. ესეც ინდივიდუალურია. როგორც წესი, ორფაზიანი ჰორმონალური პრეპარატები ძალიან ეფექტურია, ვიტყოდი რომ 98% შემთხვევაში არის ეფექტური. მარტო პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატი ნაკლებად. ეს უკვე არის ინდივიდუალური კონსულტაციის და ექიმის გადასაწყვეტია პაციენტთან ერთად. ქალბატონო მანანა, ჰორმონებს შევეხეთ და აქვე მაინტერესებს. ალბათ ჩვენს ხელში მიმდინარეობს ხოლმე ცვლილებები, რომლებიც გარკვეულ პერიოდში რაღაცა, ასე ვთქვათ, გვაშინებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხედავთ რაღაც ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის მაგალითად, თუნდაც წონის მატება, აკნე, თმის ცვენა, თუნდაც რაღაც უძილობა. როგორ უნდა მოხდეს სწორად დიფერენცირება, რომ ეს არის ასაკობრივი ცვლილებები და ნორმა, თუ უკვე აქ ვთქვათ ჰორმონალურ დარღვევებთან გვაქვს საქმე და აქვე დავამატებდი კიდევ ერთ კითხვას, რომ ახალგაზრდებში ძალიან ხშირი არის ძალიან ბევრი მავნე ჩვევა, რომელსაც თქვათ თვითონ ართულიან მავნეთ, უვნებლად მიაჩნიათ, თუმცა რეალურად მოქმედებს მათზე, მათ ჰორმონებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მაინტერესებს თქვენი შეფასებით, რამდენად რეალური არის მათი გავლენა, თუნდაც ენერგეტიკული სასმელები დღესდღეობით ძალიან პოპულარული არის, ეგრეთ წოდებული ვეიპების გამოყენებაც მაგალითად, ხო? რამდენად რეალური არის მათი ზეგავლენა ამ ყველაფერზე და თქვათ რა არის ის სიმპტომები, რომლებსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს და არ უნდა დავტოვოთ, ასე ვთქვათ, ყურადღების მიღმა. გარკვეული სიმპტომები რასაკვირველია არის ეს ასაკის ჩვენ საუბრობთ ახლა უფრო სქესობრივი მომწიფების პერიოდს, ხო, როდესაც ვთქვათ ეწყებათ ბიჭებს გამონაყარი, რაც გამოწვეულია დიდი რაოდენობით ეს ტესტოსტერონის გამოყოფა ხდება ამ დროს, გრძნობელობა ტესტოსტერონის მიმართ მატულობს კანის რეცეპტორებში და ეს იწვევს ამ აკნეს. გოგონებშიც ხდება ეს ხშირად, რომ სქესობრივი მომწიფების დროს აკნე ეწყებათ. ეს ყველაზე ხშირი ალბათ ეს სიმპტომია, კიდევ რომელი დავამიცავ? წონის მატება. ხო, წონის მატება, გასაგებია, თმის ცვენა არის ხოლმე ესეთი პრობლემა, ან ჭარბთმიანობა, ასევე ალოპეცია, პირიქით თმის ცვენა და პარალელურ რეჟიმში ჭარბთმიანობა. ეს ერთი შეხედვით, ხო, რასაც ყვები, არის პათოლოგია, ხო, მაგრამ გააჩნია. ეხლა თუ ოდნავ აკნე აქვს ბიჭს ან ქალს, გოგო, ამ შემთხვევაში უფრო გოგონებზე გვაქვს აქცენტი, ხო, კი ბატონო. იმიტომ რომ კაცები სულ დაჩაგულები არიან, მათზე ცოტა საუბრობთ და გოგოებზე, ბიჭებსაც ვახსენებ. თუ გოგონას აქვს ოდნავ აკნე, ხო, ანუ სახეზე გამონაყარი, რომელიც უჩნდება უფრო უმწვავდება menstruatsiis წინა პერიოდში ან menstruatsiis დროს და მერე სრულად გადაუვლის და სუფთა სახე. ოდნავ შეიძლება რაღაცა სრულად ეს არაუშავს, ხო, არაუშავს. ანუ ეს ფიზიოლოგიურია, მაგრამ თუ აკნე არის ისეთი, რომ menstruatsiis მერეც არ გადის, ასე ვთქვათ, გროვდება ეს რაღაცა გამონაყარი, კანქვეშა თუ როგორიც არის, რასაკვირველია, ეს არ არის ნორმალური. როგორც წესი, ეს დაკავშირებულია ჰორმონალურ დისბალანსთან ორგანიზმში. რაც შეეხება ჭარბწონას, ჭარბი წონა ეს არის დღეს უდიდესი პრობლემა. ჭარბი წონა და ძირითადად ეხლა როგორ არის, იცით, ერთმანეთთან კავშირში, დახურული წრეა შეიძლება ითქვას. შეიძლება ჰორმონალურმა დარღვევამ, რასაკვირველია, გამოიწვიოს ჭარბი წონა. მაგალითად, თუ აქვს ინსულინ რეზისტენტობა გოგონას, რატომ აქვს?
არის ზოგჯერ გენეტიკური, აი ესე ვთქვათ, რაღაცა განწყობა, ხო, იმისკენ რომ ყველას გვაქვს გენეტიკური განწყობა რაღაცის მიმართ, ხო, არ არსებობს ესეთი ადამიანი, რომ არაფერი განწყობა არ ქონდეს. გენეტიკურ დონეზე, ხო, აქვს რაღაც განწყობა და ეს ინსულინ რეზისტენტობა. თუ ის დაიწყებს უფრო მეტი კალორიების მიღებას, ვიდრე ჭირდება მას იმ ასაკიდან, წონას სიმაღლიდან და ფიზიკური აქტივობიდან გამომდინარე, მაშინ ის მოიმატებს წონაში. და თუ მოიმატებს წონაში, ის ინსულინ რეზისტენტობა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტად მოანდომებს ტკბილს და ნახშირწყალს და უბრალოდ თუ ბევრს შეჭამ, თქვათ, ხო, ბევრ კალორიას მიიღებ, მოიმატებს წონაში და ინსულინ რეზისტენტობაც მოიმატებს. ეს ერთმანეთთან კავშირშია და ჭარბი წონა რასაკვირველი არ არის ნორმალური. ეხლა ჭარბი წონის პრობლემა დღეს დგას, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს ჭარბი წონა აი ამ ბავშვებში, აი სადღაც 10-11 ან სქესობრივი მომწიფების დროს, როცა იმატებენ წონაში. მე ვფიქრობ, ეხლა არ ვიცი როგორ არის სკოლებში და რაღაცა, აი აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, მე ვფიქრობ, რომ ინსტიტუტებში, ნებისმიერ სასწავლებელში უნდა ისწავლებოდეს კვება, საერთოდ, აი ნუტრიციოლოგია, ხო, ალბათ ესე, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს რა არის ნორმალური კვება, არათუ ბავშვმა, დიდებმაც არ ვიცით, მე უკვე ვიცი, მაგრამ ექიმებმა უკვე იციან, მაგრამ აი ზოგადად მე რასაც ვუყურებ, ხო, ისევ ჩემი პაციენტებიდან გამომდინარე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ხშირად მეუბნებიან, რომ იცით, მაგრამ მე არაფერს არ ვჭამ, მაგრამ ვიმატებ წონაში. არ არსებობს ესეთი რამე, რომ ადამიანი არაფერს არ ჭამდეს და იმატებდეს წონაში. ან მაგალითად მე ვჭამ დღეში ერთხელ. და მაინც ვიმატებ წონაში. ახლა ჯერეთი არაფერს არ ჭამ, ეს მაშინ ვერ იცოცხლებ. ესე თუ ვიტყვით. მაგრამ, კი, საბოლოოდ მეტყვის რომ ვჭამ დღეში ერთხელ. კარგი. რას ჭამ? აი ძალიან ხშირად, როდესაც ჩავეძიები, ძალიან დეტალურად აღმოვაჩენ თურმე და თვითონაც აღმოვაჩენს, რომ თურმე ძალიან არასწორად ჭამს, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად არ ვთვლით საჭმელად იმას საკვებად. აი სასუსნავებს. აი ყველაზე მეტად, უმეტესად ვიმატებთ მეც მათ შორის სასუსნავებით. ამიტომ სასუსნავები ეს არის, თქვათ, ერთი პატარა შოკოლადი ძალიან სასარგებლოა. მაგრამ შოკოლადი ორცხობილა, ერთი ნამცხვარი, ერთი პური, ერთი ვაშლი, ხო? და უკვე ამას არ თვლი. ამ დროს ეს არის კალორიები, მერე უკვე სადილი, ანუ ხშირად ჭამას თვლიან მარტო სადილს და აი ვთქვათ ვახშამი, აი როდესაც კარგად ესე მიირთმევ. და კვებასთან დაკავშირებით ვიცი რომ ბევრს აინტერესებს და უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან მინდა გითხრათ როგორც ექიმის და აი მაგალითად სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად ვხედავ ესეთ კითხვებს, ხო, არის სხვადასხვა ჯგუფები და ისედაც პაციენტსაც ხშირად უკითხავს ესეთი რამე. აი მაგალითად ძალიან კარგია ავოკადო. ხომ სასარგებლოა? კი. ხო, ეხლა ვარ დიეტაზე, შეიძლება რომ ჭამო თქვათ ბრინჯი, ან შეიძლება ვჭამო შავი პური, ან შეიძლება ჭადი ვჭამო. ან მიხდით აი ესე თაფლით სასარგებლოა, ხო? მე პირადად მე არ ვარ ნუტრიციოლოგი, რასაკვირველია ეს მათი საქმეა, მაგრამ მე ვსაუბრობ ჩემი, ესე ვთქვათ, კომპეტენციიდან გამომდინარე. ზოგადად თუ ადამიანი არის ჯანმრთელი, მან უნდა ჭამოს ყველაფერი. მე არ ვემხრობი, მე პირადად არ ვემხრობი არანაირ კეტო დიეტებს, რაღაცა დიეტებს, თქვათ, იქ ნახშირწყლები რო საერთოდ რო ამოღებული აქვთ აბსოლუტურად ან რაღაცა ერთი ტიპის საჭმელი მარტო ცილებზე და ბოსტნეულზე რო არიან, ხო? კი ბატონო, მაგაზე პასუხიც აქვთ, რომ ბოსტნეულიც შეიცავს ნახშირწყალს, გეთანხმებით, მაგრამ თუნდაც,
ადამიანმა უნდა ჭამოს ყველაფერი, მაგრამ გააჩნია რამდენს ჭამს, რაოდენობას და გააჩნია როგორი ბალანსია მათ შორის, რამდენია ცილა, ანუ ცილის შემცველი პროდუქტი, ეს არის ხორცეული, ვიცით და მცენარეული ცილაც არსებობს, ლობიო და სხვა პარკოსნების სახით, რამდენია ბოსტნეული, რამდენია ნახშირწყლები და კი მე ვთვლი რომ და აუცილებელიც, იმიტომ რომ ჭამა, კვება ეს ერთგვარი სიამოვნებაც არის. ისე ძალიან დიდ სიამოვნებად არ უნდა გადაგვივიდეს, აი ზუსტად ეს ფსიქოლოგიურად, ხო, სიამოვნებაც არის, ხო, შვის იმიტომ რომ სტრესის დროს ბევრს ემართება ის, რომ ბევრ ჭამას იწყებს, ხო, იმიტომ რომ ის ენდორფინებს იძლევა იმ ჰორმონებს, რომელიც გსიამოვნებს და რაღაცნაირად აბალანსებს იმ სტრესს. მაგრამ საერთო ჯამში მე ვთვლი რომ უნდა ჭამოს ადამიანმა ყველაფერი, უბრალოდ უნდა იცოდეს როგორი ბალანსი დაიცვას და რა რაოდენობა შეჭამოს. და ესე აკრძალული საკვები, რა ვიცი, ახლა კი ალბათ არსებობს რაღაცა, მაგრამ აი ესე სტანდარტულად რაც არის საკვები, აკრძალული საკვები ასეთი არ არის. სხვათა შორის მე ჭარბიწონა ვახსენე, მაგრამ ესეც არის ნაკლებად ხდება, არა არის ესეც, მაგრამ ჭარბიწონა უფრო ხშირად ხდება. არის პირიქით წონის დეფიციტის პრობლემა. და ხშირად იცით რა არის, ვისაც აქვს, ну კი, შეიძლება გარკვეული რაღაც დაავადებებით იყოს გამოწვეული, მე არ ვამბობ, არ გამოვრიცხავროთ, იგივე ჭარბიწონა, იგივე წონის დეფიციტი, მაგრამ ჩემ პრაქტიკაში, ჩემი გამოცდილებიდან ყვები, რომ ძალიან ხშირად შემხვედრია ძალიან მოწესრიგებული, ძალიან ესეთი დალაგებული, ვთქვათ, აი სწორი ცხოვრების რეჟიმით ადამიანი, რომელსაც არასწორი მაინც აი თითქოს ერთის შეხედვით, ხო, ძალიან დისციპლინირებული, რომელიც საკვებს, წონის ზომავს ზუსტად ყველაფერი როგორც საჭიროა, იცის რამდენჯერ ჭამოს, იცის ეს რას შეიცავს, ჩემზე უკეთესადაც, ექიმზე უკეთესად იცის, მაგრამ საერთო ჯამში მას არასწორი წარმოდგენა აქვს კვებაზე. აი არასწორი წარმოდგენა აქვს კვებაზე და მაგალითად ვარჯიშობს ძალიან ბევრს, ყოველ დღეში საათნახევარი და ის უყურებს, თქვათ, ყავს კვების ინსტრუქტორი, კი, მაგრამ აქვს პრობლემა. აი მაგალითად ქალებში ჭარბიწონა, ისევე როგორც წონის დეფიციტი, ორივე იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს და აქედან გამომდინარე ეს აისახება menstrualურ ციკლზე. ისევე როგორც menstruatsiis გადაცდენები ახასიათებს ქალებს, ეწყებათ ქალებს, რომლებიც იმატებენ წონაში და ასევე რომლებიც წონის დეფიციტში მიდიან. თუ მკვეთრი კლება ხდება წონის ამ შემთხვევაშიც ხშირია, როდესაც არის menstruatsiis გადაცდენები. ანუ ეს არის სტრესის ორგანიზმისთვის. ამიტომ საჭიროა რომ მოусმინოთ, ახლა ესე მარტივია თქმა მესმის, რომ მოусმინოთ ჩვენს სხეულს, რომ სწორად ვიკვებოთ, იმიტომ რომ მე კი ვსაუბრობ, მაგრამ მე თვითონაც ჩემი თავი ძალიან ვცდილობ საკმაოდ შრომა მჭირდება და სხვათა შორის რაც უფრო ასაკი მემატება და ყველა ესეა, ვისაც ასაკი ემატება, მით უფრო მეტი შრომა გიწევს, მით უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში. ხო, 20 წლის, 25 წლის ასაკში ყველა ლამაზია და ჯანმრთელია, ხო? ისე ვთქვათ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უკვე გჭირდება ბევრად უფრო მეტი ყურადღება. ამიტომ არის ალბათ აი ხშირად გამიგია ქალბატონო მანანა რომ 40 წლის ზემოთ აი ჩემს ირგვლივაც ქალებში მაგალითად ამბობენ რომ აი არ ვჭამთ იმდენს როგორც ეხა წეღან თქვით აი ცოტა ერთჯერადად ვიყვებები მაგალითად მაგრამ აი 40 წლის მერე ვნახე რომ უფრო მეტად ვიმატებ წონაში ვიდრე აქამდე ვიმატებდი ანუ ეს ალბათ უფრო ჰორმონალურ ცვლილებებთან არის ხო დაკავშირებული ძალიან ხშირია გეთანხმებით რომ აი არა მარტო ქალები არამედ კაცებიც ისეც შეგვიმჩნევია, ხო? რომ აი ვთქვათ 35-ის მერე, აი უფრო 40-ის მერე. და ბევრი დამეთანხმება, რომ წონაში ვიმატებ, მიუხედავად იმისა, რომ ისე ვიკვებები, როგორც ვიკვებებოდი ადრე.
ზოგი ამბობს, რომ მე ნაკლებს ვჭამ ვიდრე ადრე. მე თვითონაც ვიტყვი. მე ახლა ვჭამ ბევრად ნაკლებს, ვიდრე ვჭამდი 20 წლის, 25 წლის ასაკში. ეხლა მაგრამ ნაკლებს რო ვჭამ, მაინც ვიმატებ, კიდევ უფრო ნაკლები უნდა ვჭამო. და კიდევ უფრო უნდა დავახარისხო და მივაქციო იმ საკვებს, რას ვიღებ, იმიტომ რომ ასაკი არის და რა არის ამის მიზეზი? ჰორმონალური ცვლილებები, რაც ახსენეთ. ქალებშიც და მამაკაცებშიც. ქალები იმატებენ წონაში ადვილად 40 წლის ზემოთ. კაცებსაც ვიტყვი, ჯერ ქალებს მოყვები, ხო? იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად ესტროგენების საკვერცხების ფუნქცია ნელ-ნელა ესე ქრება, ხო? უნდა ჩაქრეს ნელ-ნელა ეს რაღაცა ორკესტრო შევადარეთ, ხო შვილს მე ვფიქრობ კარგი შედარება, ნელ-ნელა მთავრდება კონცერტი, ხო? ესეთნაირად ქრება ეს ნელ-ნელა, ჩაქრება ეს საკვერცხე და ნაკლები ესტროგენი გამოიყოფა. და აქედან გამომდინარე, სხვათა შორის ესტროგენების მთავარი წყარო ეს არის საკვერცხე, მაგრამ ესტროგენებს მცირე რაოდენობით ცხიმიც გამოყოფს. აქ ბევრი მექანიზმი ერთვება, მარტო ეს არ არის, მაგრამ რამდენიმეს ჩამოგითვლით. ერთი ის, რომ საკვერცხები წყვეტს ფუნქციონირებას, ქვეითდება მისი ფუნქცია, ნაკლები ესტროგენი გამოიყოფა და ორგანიზმი, ესე ვთქვათ, ადაპტაცია ჭირდება ამასთან და უფრო მეტ ცხიმს აგროვებს იმისათვის, რომ ცოტა ესე ვთქვათ, დაეხმაროს ორგანიზმს, რომ თლად ეს ესტროგენები ძალიან არ გამოილიოს. ამავე დროს ესტროგენების ნაკლებობა იწვევს რას? კუნთოვანი ქსოვილი მცირდება. კალორიები, აი რო წარმოვიდგინოთ, კუნთი ეს არის ღუმელი, სადაც იწვის კალორიები, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ რომ მთელი დღე ესე ვიჭდეთ, კალორიები დაიწვება გარკვეული რაოდენობა. ესე არ არის, რომ იმიტომ რომ ორგანიზმი ფუნქციონირებს. ესე არის კუნთი. კუნთი, რაც უფრო მეტი აქვს კუნთი ადამიანს, მით უფრო მეტი კალორია ჭირდება. რატო? იმიტომ რომ კუნთი წვავს ბევრ კალორიას და ითხოვს. და როდესაც კუნთი ცოტა კალორია იწვება და შენ იგივე საჭმელს კი ჭამ, მაგრამ ეხლა ადრე თუ ამდენი იწვებოდა, ეხლა აი ამდენი იწვება და უფრო მეტი კალორია გრჩება, რომელიც იმატებ. ასევე ასაკის მატებასთან ერთად ინსულინ რეზისტენტობა მატულობს. და აი ეს და კიდევ სხვა მიზეზი მე ჩამოთვალე ძირითადი, რომელიც იწვევს იმას, რომ იმატებ წონაში. ხო, მოძრაობაც ნაკლებია, ფიზიკური აქტივობა ნაკლებია. კი, მე რომ ამას ვუხსნი, მე პაციენტებს ამას ყველაფერს ვუხსნი, რატომ არის ესე და მეუბნებიან, რომ არა, მე კარგად აი აქტიური ვარ, მოძრაობ. იცით რა არის? ჩვენი ფიზიკური აქტივობა ასაკთან ერთად ერთ დღეში კი არ ხდება. უცებ ერთ დღეს ავდექი და ესეთი არა ვარ აქტიური, არა. ეს ხდება ნელა-ნელა. სულ უფრო სარმაცები ხვდებით, ხო? სარმაცები, ახლა ჩემ თავზე ვამბობ. აი ადრე მაგალითად რო არ მეზარებოდა იქ რაღაც დამივარ და დავიხრები ის აი ხო ბავშვი როგორია, ბავშვი ვერ ისვენებს ადგილას, ვერ ისვენებს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო ზარმაცდები ფიზიკური და ნელ-ნელა უფრო ნაკლებს მოძრაობ და რაც უბრალოდ ვერ ამჩნევ ამას. ვერ ამჩნევ, შენ გონია რომ ისე მოძრაობ როგორც 20 წლის ასაკში, მაგრამ ეს ესე არ არის. ამიტომაცა რომ ასაკი რო გემატება, აი მაგალითად ფიზიკური აქტივობა აუცილებელია 20-25 წლის ასაკში, მაგრამ მე ვიტყოდი რომ კრიტიკულად აუცილებელია 40 წლის შემდეგ. ამიტომ ადრე რო ვარჯიშობ 20-25 წლის ასაკში, რატომ არის ეს კარგი? იმიტომ რომ ისეაც ბევრს მოძრაობ, რა თქინდა, ხო, მაგრამ იმიტომაა კარგი რომ ანუ ეს გადადის ჩვევაში გადადის და შენ უკვე დაჩვეული ხარ ესეთ არ შეგიძლია ფიზიკური აქტივობის გარეშე, აი ვთქვათ, ვარჯიში იქნება ეს დარბაზში თუ სახლში თუ ცურვა და სპორტი და ის ამის გარეშე არ შეგიძლია. ამიტომ უფრო ადვილია, როცა ასაკი მოგემატება, უფრო ადვილია რომ გააგრძელო ეს რეჟიმი და შეიძლება შეცვალო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად ივარჯიშო და როდესაც მთელი ცხოვრება არ გივარჯიშია,
40 წლის მერე დაიწყო ვარჯიში ძალიან რთულია ხოლმე. ეხლა მე მაგალითად თელი ცხოვრება მივარჯიშია ხო ვაღიარებ, რა ეხლა რო გითხრათ, რომ აი ესეთი ზოგადად კი აქტიური ვიყავი, ხა კარგად ცურავდი, ყველაფერი ისე ახალ ცურავ პრინციპში, მაგრამ აი ესეთი რომ აი სპორტულ დარბაზში მე არა და კვირაში 3-ჯერ 4-ჯერ ვაღიარებ, რომ ეს კარგი კი არ არის, მე რასაც ვამბობ და მე კი არ ვარ იდეალური, მაგიტო გიხსნით, რომ ჩვეულებრივად მეც იგივე სისუსტეები მაქვს კვების მხრივ და ყველაფრის მხრივ. არ მივლია ხო? ეხლა 40, აი 40 კი სადღაც 30 წლის მერე 35-დან მე ვიგრძენი, რომ უკვე აუცილებელია. თუ არ ივარჯიშებ აუცილებელი კი არა დარბაზში იარო, ხო? ეს ფინანსურად ზოგს ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა და ზოგს რა ვიცი, არ უნდა ვთქვათ ეს ვარჯიში. ფეხით სიარული, აი ყველაზე მარტივი. აი ფეხით სიარული დღეში 5-6 კილომეტრი. ეს ყველა შეუულია მობილურზე, ყველას აქვს მე მგონი, სადაც ითulis რამდენ ნაბიჯს გადიხარ. ქალბატონო მანანა, ახლა მინდა შემდეგი კითხვა იყოს კონტრაცეფციებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ძალიან აქტუალური არის, განსაკუთრებით თითქოს ქალებში უფრო მეტად ეს ჰორმონალური აბების მიღება ასოცირდება ხოლმე რაღაც შიშებთან და დიდ კითხვებთან. თქვენ როგორ გვირჩევთ, აი როგორ უნდა მოხდეს სწორად ქალისთვის კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევა და აი რა როლი ენიჭება ამაში ექიმს, ანუ აუცილებელი არის ამ პროცესში ექიმის ჩართულობაც. რაც შეეხება კონტრაცეფციას, ხო ეს არის კონტრაცეფცია, ეს არის საშუალება, რომლითაც ქალი იცავს თავს არასასურველი ორსულობისგან. ნუ კონტრაცეფცია არსებობს ძალიან ბევრნაირი არსებობს კონტრაცეფცია. არის მაგალითად მე ჩამოთვლი, რაც ყველასთვის ნაცნობია, არის ისეთი, რომელიც ჩვენთან არც არასდროს შემოსულა და არც არასდროს უხმარია და არ არის პოპულარული, ხო? ძირითადად რაც ჩვენთან საქართველოში არის ხელმისაწვდომი, ეს არის ჩვეულებრივი სპირალი, რომელიც არის მექანიკური საშუალება ამ კონტრაცეფციის, არსებობს ჰორმონშემცველი სპირალიც, რომელიც გარკვეულ ჰორმონს გამოყოფს. და როგორც ახსენეთ, ნუ პრეზერვატივი ეს არის თავისთავად ყველაზე მარტივი, რომელსაც არ ჭირდება ექიმის დახმარება, ყველა შეუძლია პრეზერვატივი ექიმის დანიშნულების გარეშე გამოიყენოს და რაც შეეხება ჰორმონალურ კონტრაცეფციას, ეს არის ორფაზიანი, ხო, ვამბობ, ძირითადად ეს არის ესტროგენი და გესტაგენის შემცველი ჰორმონალური კონტრაცეპტივები. ეს თავისთავად ხელმისაწვდომია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგიაში, გინეკოლოგია იმდენად ერთი, ნუ ახლოსაა ეს ორი სფერო, რომ ვერც გამოვყოფ, მაგრამ გინეკოლოგიაში და რეპროდუქტოლოგიაში ჰორმონალური კონტრაცეპტივები ძალიან ხშირად გამოიყენება გარკვეული მდგომარეობების სამართავად და სამკურნალოდ. და მეცაც გეტყვით, რომ არის ისეთი მდგომარეობები, რომ ჰორმონის გარეშე ვერ დაეხმარები, გამორიცხულია. აი მხოლოდ ერთი გზა გაქვს ჰორმონი. გასაგებია თუ უკუჩვენება აქვს ქალს, იქ შერჩევა ხდება, რომელი ჰორმონი იხმარო, ან ნუ რაღაცა სიტუაციაში შეიძლება რაღაც ალტერნატივა ეს იშვიათად, მაგრამ ძირითადად ხდება ჰორმონებით ამის მართვა. არსებობს საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, ჩემთვისაც ხშირად უკითხავთ, უთქვამთ, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივი იწვევს ონკოლოგიას, ან ჰორმონალური კონტრაცეპტივი იწვევს უშვილობას. ეს კიდე ძალიან დიდი უცნაურობა, რომ პირიქით ჰორმონალური კონტრაცეპტივი კი არ იწვევს უშვილობას, როცა როგორც ჩანს მე ვფიქრობ, რატო ვფიქრობენ ესე, ალბათ იმიტომ, რომ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს როცა სვამ, მაშინ ვერ დაურსულდები. ანუ უშვილო ხო რაღაცა ესე, ალბათ აქედან გამომდინარეობს ეს. მაგრამ ჰორმონალურ კონტრაცეპტივს პირიქით ძალიან ხშირად ენიშნება ქალს იმისათვის, რომ უფრო ადვილად დაურსულდეს შემდგომში. იმისათვის, რომ რაღაცა პრობლემა მოვაგვაროთ, ან რემისიაში გადავიყვანოთ, ხო, დავთრგუნოთ, იმისთვის, რომ მერე რომ მოხსნით, უფრო კარგად იმუშაოს საკვერცხები და უფრო მაღალი შანსი გქონდეს დაურსულებით და პირიქით ეხმარება.
რაც შეეხება აი ონკოლოგიასთან აქვთ აი ეს სტიგმები, ხო, თუ თქვენ იცით რამე მითები კიდე მითხარით და ხო, აი ეხლა რაც მახსენდება, ეს არის მეორე არის ის, რომ ონკოლოგიას იწვევს ჰორმონალური კონტრაცეპტივი. ეს ამას თავის საფუძველი აქვს, რატო არის ეს აზრი გავრცელებული? იმიტომ რომ ჰორმონალური ორფაზიანი, რომელიც ესტროგენს გესტაგენსაც შეიცავს, ესტროგენები არსებობს ონკოლოგიური დაავადებები, აი მაგალითად სარძევე ჯირკვლების ონკოლოგია, ხო? როგორც წესი ის ესტროგენ დამოკიდებულია და პირიქით მაგალითად კურნალობისას ექიმები უნიშნავენ ანტიესტროგენებს და თუ არაფრით არ შეიძლება, ანუ სწორედ ეს არის კაცრი უკუჩვენება, რომ მაგალითად არ შეიძლება სარძევე ჯირკვლების ონკოლოგიის დროს ან თქვათ გადატანილი აქვს ანამნეზში ონკოლოგია სარძევე ჯირკვლების იქ რო დანიშნო. კიდევ სხვა უკუჩვენებებიც არსებობს თავისთავად, მაგალითად ღრმა თრომბოზები და ასე შემდეგ. ეს არის უკუჩვენება, მაგრამ თუ ეს უკუჩვენება არ არის ახალგაზრდა ასაკში, თუ სათანადოდ არის გამოკვლეული, ჰორმონალური კონტრაცეპტივი არის კონტრაცეფციის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც სვამენ ქალები. ეხლა სხვათა შორის ექიმებიც ერიდებიან ხოლმე ჰორმონალური კონტრაცეპტივის დანიშვნას, გარკვეული შეიძლება სტიგმის გამო, არ ვიცი. და შეიძლება იმის გამოც, აი მაგალითად, ხო, ექიმი ბევრ რაღაცას ჩვენ მარტო პაციენტი კი არ გვისმენს, ჩვენც ხო უსმენთ პაციენტს და როდესაც პაციენტი მოდის თავიდანვე, რომ აი ჰორმონი არ გამაგონოთ, კი. ცდილობ რომ ჰორმონი არ დავნიშნო, მაგრამ თუ აუცილებლობა და თუ ვიცი რომ ამ ჰორმონით მე მას დავეხმარებით ძალიან ბევრ რაღაცაში და ბევრად უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ეს კონკრეტული ჰორმონი, ვიდრე ამ ჰორმონის არ ქონა, მაშინ ამას ცდილობ რომ ძალიან კარგად აუხსნა და სხვათა შორის უმეტესად, იშვიათად მქონია შემთხვევა, რომ თქვას რომ მაინც არა. ესე იგი არ მომისმინა. კი ბატონო, ქალბატონო მანანა, ახლა მაინტერესებს ასეთი ასეთ პერიოდს მივადექით, რაც შეეხება ორსულობას, რომელიც ბევრი ქალისთვის, რა თქმა უნდა, ორსულობის დაგეგმა ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და გააზრებული პროცესი, თუმცა რაღაც შეკითხვები მაინც უჩნდებათ და აქედან გამომდინარე თქვენი როგორც პროფესიონალის აზრი მაინტერესებს, რომ ჩვენ მაყურებელს უთხრათ, როგორ უნდა დაგეგმოს ქალმა სწორად ორსულობა, რა წინასწარი კვლევები უნდა ჩაიტაროს და აგრეთვე მაინტერესებს, აი რა დრო არის ნორმალურად მიჩნეული დაორსულების მცდელობისთვის და უკვე რა დროის მერე უკვე ხდება, ვთქვათ, საგანგაშო და რა მიექცეს უკვე ამ დროს ყურადღება, რომ ვთქვათ, დაორსულება რაღაც სირთულეებთან არის ასოცირებული. ესე იგი, მოდით დავიწყოთ იმით, რომ რა დროს უნდა დაგეგმო ორსულობა, ხო? კი, და აქ მაინტერესებდა კიდე ბოდიშით რომ გეჭრებთ, რა ასაკი არის სასურველი, ვთქვათ, ორსულობის. ხო, აი რა ასაკი არის სასურველი, ეს ერთია და მეორეა რომელია განაყოფიერების დღეები, ხო, ესე ძალიან აინტერესებთ ხოლმე. ბევრს გონია რომ თუ მაინც და მაინც დაამთხვევ, აუცილებლად უნდა დაორსულდე. ესეც ესე არ არის, უბრალოდ შანსები მაღალი გაქვს დაორსულების, როდესაც სქესობრივ კონტაქტს ამთხვევ იმ განაყოფიერების დღეებს და ეს განაყოფიერების დღეები არის მაშინ, როდესაც საკვერცხიდან გამოდის კვერცხუჯრედი. რომ წარმოვიდგინოთ, ქალის საკვერცხე გამოყოფს ერთ ცალ კვერცხუჯრედს მთელი ციკლის განმავლობაში, ანუ მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე ხო გვაქვს სადღაც 30 დღე, 28. ეს სადღაც შუა პერიოდში, ანუ მე-15 დღეს, ოღონდ ისე ვიმეორებ ვითვლით მენსტრუაციის პირველი დღიდან დაახლოებით მე-14, მე-15 დღეს ხდება ერთ-ერთი საკვერცხიდან ორი საკვერცხე აქალს კვერცხუჯრედის გამოსვლა. და ის ცოცხლობს სულ რაღაც 2 დღე დაახლოებით და ამ პერიოდში უნდა დაემთხვეს სპერმის შესვლა, სპერმის მოხვედრა მამაკაცის ქალის სხეულში იმისთვის, რომ ის შეხვდეს კვერცხუჯრედს. და როგორი განსხვავებაა, ხო, რატო დაადგინა ასე ბუნებამ ეს კითხვა ალბათ ყველას თქვენ როგორც
პროფესიონალს თქვენს გააქვთ ეს კითხვა, ხო, როგორც რეპროდუქტოლოგს, რომ რატომ არის რომ მამაკაცი ყოველ სქესობრივი აქტის დროს, ყოველი აკულაციისას გამოყოფს 10 მილიონობით სპერმატოზოიდს. წარმოიდგინეთ, 10 მილიონობით სპერმატოზოიდია, სადაც თითქმის ყველა შეუძლია განაყოფიერება და ქალი გამოყოფს მხოლოდ ერთ კვერცხუჯრედს. და ისიც მხოლოდ ერთხელ მთელი ციკლის განმავლობაში. ანუ რამხელა განსხვავება, ამიტომაცაა რომ ქალის საკვერცხე თუ ქალის ეს რეპროდუქციული ფუნქცია ბევრად უფრო ფაქიზია, ბევრად უფრო მოსაფრთხილებელია. მოსაფრთხილებელია ყველაფერი, მაგრამ ქალის განსაკუთრებულად. თან განსხვავება რაშია? ქალი იბადება კვერცხუჯრედებით, უკვე აქვს ის კვერცხუჯრედების გარკვეული მარაგი, რომელსაც ის ხარჯავს სულ. ანუ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში, როდესაც ჩაისახება ქალი ნაყოფი და აქვს რამდენიმე მილიონი კვერცხუჯრედი, ის რაოდენობა მცირდება დაბადებისთვის, შემდეგ სქესობრივი მომწიფებისთვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში ხარჯავს კვერცხუჯრედებს და ბოლოს ილევა. და მამაკაცთან ესე არ ხდება. მამაკაცს არ აქვს სპერმატოზოიდები მუცლად ყოფნის და სქესობრივი მომწიფებამდე, სქესობრივი მომწიფების დროს სათესლე ჯირკვლები იწყებენ სპერმატოგენეს, ანუ სპერმატოზოიდების გამომუშავებას და ის გამოიყოფა ეაკულაციის დროს და მთელი ცხოვრების განმავლობაში, თითქმის, რა ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება არ არის გამორიცხული 70-80 წლის მამაკაც შეუძლია განაყოფიერება, შეუძლია შვილი ყავდეს ბუნებრივი გზით. და იმიტომ რომ მიდის სპერმატოგენეზი თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში. მართალია ასაკთან ერთად მამაკაცებშიც ეს პროცესი ქვეითდება, მაგრამ მაინც არის სპერმა და შეუძლია განაყოფიერება. მაგალითად, ქალს უკვე 40 წლისთვის ძალიან ცოტა აქვს კვერცხუჯრედი. როდესაც მე ამ თემაზე ვსაუბრობ, ძალიან ბევრი რაღაცნაირად ღიზიანდება, ხო, ქალები, მე ღიზიანდები, იმიტომ რომ არ მომწონს ეს, ხო, რომ კაცებს აი ესე მთელი ცხოვრება, ანუ ესე დაადგინა ბუნებამ და ჩვენ ქალები ესე 40 წლის უკვე ძალიან ცოტა გვაქვს და 50 წლის ფაქტიურად აღარ არის და 60 წელზე არ არის საუბარი, ხო? და 70 ხო საერთოდ არ არის, 70 წლის ასაკში გამორიცხულია 60 წლის ასაკში პრაქტიკულად გამორიცხულია, შეიძლება მსოფლიოში არსებობს, არ ვიცი, მე არ გამიგია, შემთხვევა რომ ქალი დაურსულდეს ბუნებრივად, მაგრამ 60 წლის ასაკში კაცმა გაანაყოფიეროს ჩვეულებრივი, თითქმის ჩვეულებრივი, თლაჩვეულებრივი არა, თითქმის ჩვეულებრივი ამბავი. ამიტომ აი ესეთი დიდი განსხვავება და ამიტომაცაა რომ ქალის ასაკი შვილოსნობისთვის, მე გულისხმობ, ეხლა საუბრობ ბუნებრივ შვილოსნობაზე, არა ინვიტროზე. ინვიტრო ეს უკვე სხვა თემაა. ამიტომ ასაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდის არის საუკეთესო ასაკი? საუკეთესო ასაკი არის ესეთ თქვათ, ესე როცა ესეთი ყველაზე ბევრი კვერცხუჯრედი აქვს და ეს კვერცხუჯრედების რაოდენობაც ყველას ერთნაირად კი არ აქვს. აი ვთქვათ, ჩემი მაქსიმუმი, ვთქვათ, აი ამ გოგოს მაქსიმუმი შეიძლება არის ეს. აი ამ მეორე გოგონასი ეს არის. ხო, ყველას ინდივიდუალურად აქვს. მაგალითად, ვისაც პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი აქვს, მულტიფოლიკულოზი, იმას გაცილებით მეტი კვერცხუჯრედი აქვს, მაგალითად 40 წლის ასაკში, ვიდრე იმას, ვისაც პოლიკისტოზი არ ქონია და ვისაც ქონდა ნორმალური მულტიფოლიკულოზი უბრალოდ, ვისაც ქონდა ნორმალური საკვერცხე. ყველაზე საუკეთესო ასაკი მაინც არის პიკი რეპროდუქციის, არის დაახლოებით 25 წლის ასაკი. 25 წლის, 20-25 25 წლის შემდეგ ნელ-ნელა იკლებს. ძალიან ვთხოვ, ვინც მისმენს, თქვენ მესმის, მაგრამ აი ვინც მოგვისმენს, ხო, ეხლა ამას ვინც გვისმენს. რომ ჩემი ნათქვამი არ მიიღონ აი ესეთი პირდაპირი გაგებით იგებენ ხოლმე. რომ აი მაგალითად მე 30 წლის დაურსულდი, მე 40 წლის, 55 წლის, კი ბატონო,
ბუნებრივად ორსულდებიან, მაგრამ სხვა არის სტატისტიკა და სხვა არის ცალკეული შემთხვევები. 25 წლის შემდეგ 30 წლამდე მცირდება, აი დაახლოებით მრუდი რო წარმოიდგინოთ, აი ესეთი ხაზი, ხო, აი ხო პიკი ავიდა 25 წელზე, 25 წლიდან წავიდა დაბლა, მაგრამ 30 წლამდე ეს ცვლილება შეიძლება ითქვას შეუმჩნეველია. აი ზოგადად ესე, ეხლა ყველაფერნაირი შემთხვევა ხდება. 30 წლის ასაკში რომ მენოპაუზაში შევიდა, ესეთი შემთხვევებიც გვაქვს სამწუხაროდ, ხო, გაურკვეველი მიზეზების გამო. თუ რაღაც გენეტიკა არ ვიცით, მაგრამ ხდება, მაგრამ მე ვამბობ ზოგადად როგორ ხდება. შეუმჩნეველია, ოდნავ იკლებს, მაგრამ იმდენად არა. მაგრამ თუ 25-დან 30-მდე აი ესე დაიკლო, 30-დან 35-მდე ეს მრუდი, ეს კუთხე უფრო კიდე უფრო იწევა და კიდე უფრო სწრაფად მიდის. 35-დან კიდე უფრო სწრაფდება ეს განლევა და 40 წლიდან, აი რო წარმოვიდგინე პირობითად, ხო? 40 წლიდან აი ესეთი ვერტიკალური ხაზით დაბლა მიდის პირდაპირ. ამიტომაც როცა 40, 42 წლის, 44 წლის ქალი მოდის, ჩვენ ძალიან ვჩქარობთ, აი მიდგომაც, ხო, რეპროდუქტოლოგის არის განსხვავებული. თუ ჩვენ შეგვიძლია 25 წლის ასაკში, 30 წლის ასაკში თუნდაც 7 წყნარად გავყვეთ, კვლევები გავაკეთოთ, ვცადოთ, დავგეგმოთ 40-45 წლის ასაკში ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ექიმი ამ შემთხვევაში რეპროდუქტოლოგი ცდილობს რომ სწრაფად აი ერთ ციკლში მოაგვაროს ყველაფერი, ერთ ციკლში გაიგოს მიზეზი და გამოიტანოს ესე ვთქვათ დასკვნა. ხო, და გამოიტანოს დასკვნა და რეკომენდაცია მიცეს პირდაპირ, რომ ეხლა შეგვიძლია გვაქვს შესაძლებლობა დავგეგმოთ ორსულობა, არ გვაქვს შესაძლებლობა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ან საერთოდ არ გვაქვს დრო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ საუკეთესო პერიოდი ვთქვათ ორსულობისთვის არის სადღაც 25 წელი ვთქვით პიკი, ესე ერთი ციფრი არ არსებობს, ხო? ვიცით, მაგრამ გამომდინარე ძალიან ბევრი თანამედროვე ფაქტორიდან, ხო, იმ გარემოებებიდან, რაც დღეს არის, ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაში იქნება თუ, სხვა ესეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორც წესი ეს ტენდენცია შეინიშნება, ხდება გადავადება პირველი ორსულობის დაგეგმვის. ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ ფაქტორებთან, მოგეხსენებათ, იგივე ეს ეკონომიური მდგომარეობა, იქ ეხლა აღარ შევჩერდები ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ გადავადება ხდება. თუ ადრე მაგალითად ორსულობას გეგმავდნენ, თუნდაც მაშინ, როცა მე ვიწყებდი საექიმო საქმიანობას, მახსოვს, რომ როგორც კი იწყებდა სქესობრივ ცხოვრებას ქალი, მაშინვე გეგმავდა ორსულობას. ესეთი ცნება მაშინ, აი არც მახსოვს, მაშინ პაციენტი ესეთი თუ იყო, რომელმაც დაიწყო სქესობრივი ცხოვრება და თავს იცავს ორსულობისგან. ესეთი რამე არ არსებობდა. მაშინვე გეგმავდა ორსულობას. და თან აი ეს ოჯახის შექმნის ის იყო გაცილებით უფრო ადრე. ვიდრე დღეს, ხო, 20 წლის და 18 წლის ასაკში და 22 წლის ასაკში მე არ ვამბობ, რომ ის კარგია, ეს ცუდია, მე უბრალოდ ვამბობ ფაქტებს და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, არჩევანი არის ჩვენს მაყურებელზე, ხო, ქალებზე და მამაკაცებზე. არჩევანი მათია, მთავარი რა არის? მთავარია რომ შენ ინფორმაცია გქონდეს. და ამ ინფორმაციას როგორ გაითვალისწინებ, როგორ გამოიყენებ ეს უკვე შენი გადასაწყვეტია და შენი ნება. ანუ რისი თქმა მინდა, ადრე გეგმავდნენ, ეხლა გეგმავენ გვიან. ძალიან ხშირია, როცა ვთქვათ, მოდის ჩემთან პაციენტი 35 წლის, 38 წლის, 42 წლის და სქესობრივი ცხოვრება აქვს უკვე ერთ პარტნიორთან, ხო, ნორმალურად ყველაფერი 8 წელია, 10 წელია და თავს იცავს ორსულობისგან. ჯერ არა, მერე, ხო, ჯერ და ვერ აფასებს იმ, ანუ ჩემი აზრით სწორ შეფასებას ვერ აძლევს თავისი ასაკის შესაძლებლობებს
და აქედან გამომდინარე, მაგალითად 35 წლის ასაკში 5 წელი უკვე იცავს და კიდევ გადაავადებს, მე კი მესმის, შეგიძლია გადაავადო. მაგრამ მერე უკვე შეხედეთ, რაც უფრო გადაავადებ, მით უფრო მაღალი შანსია თუ რისკია იმისი, რომ იყოს უშვილობა. რატო? იმიტომ რომ არა მარტო კვერცხუჯრედების რაოდენობის გამო, ახლა ზოგს გონია მხოლოდ კვერცხუჯრედების რაოდენობაც იკლებს და სხვადასხვა დაავადებების განვითარების ალბათობა ცმატულობს ასაკის მატებასთან ერთად. ეს ხომ ფიზიოლოგიური ბუნებრივი პროცესია. ეხლა დაავადება არ არის ბუნებრივი, მაგრამ ბუნებრივი რა არის? იცით რომ ჩვენი სხეული იცვლება ასაკთან ერთად, აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო მოწყვლადი ვხდებით სხვადასხვა დაავადებების მიმართ. რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ორსულობას, შეიძლება განაყოფიერებას არა დაორსულდე, მაგრამ მშობიარობას. რაც უფრო მეტია ასაკი, მაგალითად 35-ის მერე როცა დაგეგმავ ბავშვს, ან 40-ის მერე რო დაგეგმავ, რასაკვირველია შემდგომი რომ მეორე, მესამე გააჩინო, ამის შანსი ნაკლებია. ამიტომაცაა დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გვიან გეგმავენ. გვიან რო გეგმავ, კვერცხუჯრედის მარაგიც ნაკლებია და უფრო ძნელად, თუ შეიძლება ესე ითქვას, აი უფრო ძნელად ორსულდები, ხო? უფრო მეტი პრობლემა, უფრო მეტად არის უშვილობა ასაკის მატებასთან ერთად. თუმცა დღეს არსებობს ტექნოლოგიები, რეპროდუქციული ტექნოლოგიები ძალიან განვითარდა, აი ბოლო რაღაცა 10-20 წლის განმავლობაში ძალიან სწრაფად. დღეს არის ტექნოლოგიები კვერცხუჯრედის გაყინვის, რის შესახებაც ხშირად საუბრობთ ზოგადად და ამ ინფორმაციას ასაკურველია ვაძლევთ პაციენტებს, რომ შეგიძლია გაყინო კვერცხუჯრედი. მაგრამ აი ეს კვერცხუჯრედის გაყინვის მომენტიც ძალიან სწორად უნდა ესმოდეს და სწორად უნდა აუხსნა პაციენტს, იმიტომ რომ კვერცხუჯრედს კი გაყინავ, მაგრამ ის უნდა გაყინო დროულად. აი როდის არის ეს დროულად? ხო, ახლა 40 წლის ასაკში კვერცხუჯრედი რო გაყინო, უკვე ის ხარისხი არ არის და 40 წლის ასაკში არც აქვს აზრი გაყინვა საერთოდ, მაგრამ აი მაგალითად 25 წლის ასაკში, 30 წლის ასაკში შეიძლება 30, შეიძლება 35 წლისაც გაყინო. გააჩნია რა მდგომარეობა, მაგრამ სანამ გადაწყვეტ გავყინავ თუ არა, როგორ იქნება, მანამდე უნდა კონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი კვერცხუჯრედების მარაგი გაქვს და როგორი ხარისხი და ასაკიდან გამომდინარე. ზოგს მაგალითად 35 წლის ასაკში აქვს უფრო კარგი კვერცხუჯრედების მარაგი და ხარისხიც, ვიდრე ვთქვათ სხვას 30 წლის ასაკში. ანუ ეს არის ინდივიდუალური. ამიტომ მე ვემხრობი პრინციპში მომწონს თუ როგორ ვთქვათ, არ არის ეს გაიდლაინით მიღებული, რომ 35 წლამდე ქალმა ანტიმულერის ჰორმონი და FSH-ი, ანუ ის ჰორმონები ჩააბაროს და ანუ განსაზღვროს ექიმმა, როგორი მარაგი აქვს კვერცხუჯრედების. არ არის ეს გაიდლაინით მოწოდებული, მაგრამ მე ვთვლი რომ თუ ორსულობა ჯერ არ დაუგეგმავს, ხო, ეს ხო არ არის მხოლოდ ეს ხო არ არის სამედიცინო პროცედურა, ვთქვათ, ბავშვის გაჩენა, აქ ძალიან ბევრი გარემოებებია და ამიტომ რთულია წინასწარ ზოგჯერ უნდა ქალს, მაგრამ არ იცის, როდის, როგორ რამდენ ხანში დაგეგმავს. შეიძლება პარტნიორი ყავს, იმ პარტნიორს არ უნდა, ხო, ათასნაირი ის არსებობს სიტუაციები. ამიტომ თავიდანვე კარგია, რომ გარკვეულ ასაკში ის დააკვირდეს, თავისთავად ექიმთან ერთად, ამას ექიმი შეძლებს, ურჩიოს, ის ანალიზი გაიკეთოს, რომლითაც ის გაარკვევს, როგორი კვერცხუჯრედების მარაგი აქვს. ხომ არ მცირდება სწრაფად, ხო, აი დინამიკაში დაუკვირდე. იმიტომ რომ შეიძლება დინამიკაში ნახო დღეს კარგია, 1 წლის მერე კარგი კლება. ანუ სწრაფად დაიკლო, ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ტენდენცია კლებისკენაა, ანუ უფრო უნდა ვიჩქარო. თუ ხედავ, რომ უფრო, ეს მოკლედ ესეთი სიტუაცია, ესე ვთქვათ, აი კვერცხუჯრედების მხრივ.
ქალბატონო მანანა, ახლა მივედექით ქალის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივ და მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიც არის მენოპაუზა. და მაინტერესებს, აი როგორ არსებობს ტერმინები, აი პერიმენოპაუზა, მენოპაუზა, პოსტმენოპაუზა, როგორ უნდა გავარჩიოთ ეს ტერმინები ჩვენს მაყურებელს რო აუხსნათ და აი რა ნიშნებით შესაძლებელია ამოვიცნოთ ეს თითოეული ეტაპი ქალის ცხოვრებაში. მენოპაუზა ეს არის ის პერიოდი, როდესაც ქალის საკვერცხებმა შეწყვიტა მუშაობა. ჩვენ როგორც ვთქვით, რაღაცა პერიოდში ხდება, რომ საკვერცხის ფუნქცია იწყებს დაქვეითებას და სხვათა შორის ეს იწყება როგორც ვთქვით, როგორც კი კვერცხუჯედების მარაგი რომ მცირდება, ნელ-ნელა საკვერცხის ფუნქციაც მცირდება. უბრალოდ ეს შეუმჩნეველია და ჩვეულებრივად რეპროდუქციული ასაკი ახლა 30-35 წელი ჩვეულებრივად ორსულდები, მაგრამ ეს შესამჩნევი ხდება 40-ის მერე უმეტესად, ხო 45, 40-ის მერე უფრო. საკვერცხის ფუნქცია ქვეითდება, იმიტომ რომ ილევა კვერცხუჯრედები, შესაბამისად ესტროგენები ნაკლები გამოიყოფა, ირღვევა გარკვეული ბალანსი ამ ჰორმონებს შორის და ნელ-ნელა menstruაციის ხასიათიც იცვლება. menstruაცია თუ ადრე იყო მაგალითად ვამბობ 5 დღიანი, ის შეიძლება გახდეს 3 დღიანი, გახდეს 1 დღიანი, ანუ მცირდება menstruაცია. სხვათა შორის ერთ-ერთი ნიშანი, ხო, აი 45-48 წლის ასაკში, როცა ქალს აქვს ცოტა menstruაცია, ეს უფრო ნორმალურია, უფრო კი ეს ნორმალურია, მაგრამ თუ მას აქვს ჭარბი menstruაცია 45 წლის, ეს არ არის ნორმალური. ზოგს მოწონს ის, რომ აიცი, მე 45 წლის ასაკში მაქვს ისეთივე ჭარბი, ის კი არა უფრო ჭარბი menstruაცია მაქვს. როგორც 25 წლის ასაკში და მას გონია რომ ეს ახალგაზრდობის რაღაცას ესეთი ისა აქვს ხო რომ აი რეპროდუქციული ისე მუშაობს როგორც მაგრამ ეს ესე არ არის. ასაკთან ერთად მცირდება menstruაციის რაოდენობა, ეს არის ნორმალური და ეს ასე უნდა იყოს, ეს არის ფიზიოლოგიური. და ამ ესტროგენების ნაკლებობით ხდება ის რომ ორგანიზმი ამას განიცდის. ესტროგენი ეს არის მთავარი ჰორმონი, ქალის ერთ-ერთი ძირითადი ჰორმონი, მას ქალის ჰორმონსაც უწოდებენ, როგორც მამაკაცებშია ტესტოსტერონი, ხო, არის ქალის ესტროგენი, რომლის მიმართ რეცეპტორი აქვს აბსოლუტურად ყველა ორგანოს და ქსოვილს. და როდესაც ეს ესტროგენები მცირდება, ეს რეცეპტორები ესე ამას განიცდიან, ანუ არ არის ესტროგენი, განიცდის ყველა ორგანო, ყველა ქსოვილი და ეს აისახება განსხვავებულად. ძირითადად ტიპიური ეს არის ის, რომ ბევრ ქალებს, ხო, აქვთ ხოლმე ალები, შეხურებები, ოფლიანობა განსაკუთრებით ღამის პერიოდში, შფოთი, სხვათა შორის იგივე სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს ქალს და საერთოდ არ იყოს მენოპაუზასთან დაკავშირებული. ესეთიც მე ყოლი ახალგაზრდა ასაკში ხშირი არ არის, ზუსტად კლასიკური მენოპაუზალური სიმპტომები აქვს ქალს, ოღონდ ახალგაზრდა ასაკში, სადღაც 20-25 წლის, ეს არ არის მენოპაუზა. ძირითადად როგორც წესი ეს ფსიქოგენური არის ესეთი შემთხვევები, მაგრამ აი ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ახასიათებს ამ პერიოდს. ისე ვიმეორებ, რომ ინდივიდუალურია, ზოგ ქალს საერთოდ არ აქვს ეს შეხურებები, ალები, ისე შედის მენოპაუზაში, რომ საერთოდ ვერ გრძნობს ვერაფერს, უბრალოდ menstruაცია მცირდება და ბოლოს წყდება. არის შემთხვევები, როცა menstruაცია მოდის რეგულარულად, არც გადაცდენა არაფერი, კი შეიძლება რაოდენობა დროთა წლების მანძილზე შემცირდა და მე ერთ დღეს რომ მოვა, იმის მერე არასდროს არ მოსდის, ხო და ასე შევიდა, ესე შეუმჩნევლად შევიდა მენოპაუზაში და მაგრამ აი ქალების 70-80%-ს მაინც აწუხებს ეს ალები და შეხურებები. ეხლა რაც შეეხება მენოპაუზა, რას ნიშნავს? განმარტავ, რომ მენოპაუზა ეს არის, როდესაც ქალის ბოლო menstruatsiიდან გავიდა 1 წელზე მეტი. აი, როდესაც
ქონდა menstruatsiya, მაგალითად გავიდა 5 თვე. მოდის გვეკითხება რატო? ჩვენ ვადგენთ რომ საკვერცხები უკვე აღარ მუშაობს, მაგრამ მენოპაუზაში ვართ? ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ ჯერ 1 წელი არ გასულა. შეიძლება კიდე მოვიდეს. ამიტომ ამას ჩვენ ვეძახით პერიმენოპაუზას. პერიმენოპაუზა ეს არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც ქალს უმცირდება menstrualuri გამონადენი, როცა ხდება გადაცდენები menstruatsiyis, უფრო დიდი ინტერვალებია menstruatsiებს შორის, იქ ეწყება რაღაც შფოთვან, გაღიზიანებულობან, ალები, შეხურებები, გაღიზიანებულობა ისედაც შეიძლება დაგეწყოს, მაგრამ ახასიათებს ამასაც. სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ექიმა კარგად განასხვავოს, რომ ის შფოთვა თუ რაღაც ფსიქოგენური რაღაცა ფსიქონევროლოგიური სიმპტომები ეს არის სუფთა ესეთი მენოპაუზალური თუ ეს არის სუფთა სხვა ანუ საიდან მომდინარეობს. მოკლედ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მეტნაკლებად ქალებს აწუხებთ, მაგრამ menstruatsiები ჯერჯერობით ასე თუ ისე არის. ეს არის პერიმენოპაუზა, ეს არის გარდამავალი პერიოდი. შემდეგ დგება მენოპაუზა. მენოპაუზა რომ დგება ეს ნიშნავს, რომ 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში არ არის menstruatsiya. აქვე მინდა უბრალოდ ქალებს გავაფრთხილოთ, როგორ თქვა ესე, რომ დაუკვირდნენ, რომ დავაკვირო რაზე, რომ ძალიან საყურადღებო სიმპტომები რა არის, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა აწყობილად, ნორმალურად, როგორც წიგნში წერია, როგორც ექიმი ყვება, ისე მიდის შენი menstruatsiya და ყველაფერი, წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, უნდა ჩაიტაროს სკრინინგი. სკრინინგი ნიშნავს გინეკოლოგიური სკრინინგი და კიდევ სხვა სკრინინგი, სკრინინგული კვლევების სხვა შორის არის უფასო. მოკლედ, უნდა წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს სკრინინგი. აუცილებლად, რომ არაფერი არ გაწუხებდეს და ძალიან საყურადღებო მომენტი თუ თქვათ 1 წელი არ ქონია საერთოდ menstruatsiya და უცებ დაგეწყო menstruatsiya. ყოფილა ჩემს შემთხვევაში, ჩემს პრაქტიკაში რომ თქვათ ქალს გაუხარდა რომ menstruatsiya დაეწყო ხო, თქვათ 1-2 წლის, 5 წლის მერე, რომ არასდროს არ ქონია 5 წლის მერე დაეწყო გაუხარდა. ყოფილა რომ შეშინდა ხო, რაღაცა უცნაურობა. ეს ძალიან საყურადღებოა. ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა ხდება ესეთი ძალიან საშიში, მაგრამ დროულად უნდა მიმართოს ექიმს. ქალბატონო მანანა წერან გამომჩა მინდა მეკითხა ასევე ასეთი კითხვა პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი რომელსაც ახლა როგორც ვიცით შეეცვალა სახელი აი ძალიან გავრცელებული ტერმინი არის და აქედან გამომდინარე მინდა კიდევ ერთხელ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს რომ აი როგორ ამოვიცნოთ ეს სინდრომი პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი დიახ შეეცვალა სახელი, მაგრამ ეს არ არის ესეთი რამე, რომ აი შეცვალეს და არ შეიძლება რომ ვიხმაროთ ეს ტერმინი, ესე არ მომხდარა, უბრალოდ გადაწყვიტეს, გარკვეული და მიზეზების და გარემოებების გამო, რომ დაარქვან ცოტა განსხვავებული სახელი. რომლის საბოლოო შეცვლა მოხდება რამდენიმე წლის განმავლობაში და მე უკვე მივიღებთ დროსაც გადავეჩვევით და დავეჩვევით ახალ სახელს. ეხლა რაც შეეხება პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი. ის აწუხებს ზოგადად პოპულაციაში, ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა ის არის, ძალიან ბევრს აწუხებს. აი, წარმოიდგინეთ, რომ მოსახლეობის დაახლოებით საქართველოს სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ აი ევროპაში სტატისტიკა არის დაახლოებით 15%-დან 30%-მდე. ქალს შეუძლია ამოიცნოს, სულ არ არის აუცილებელი, რომ იყო ექიმი. კი, შეიძლება გქონდეს და ვერ ამოიცნო, იმისთვის არსებობს ექიმი, მაგრამ თუ ამოიცანი, მით უმეტეს უნდა მიმართო ექიმს. თუ გაქვს menstruatsiyis გადაცდენები და რა ითვლება გადაცდენა, ჩვენ ვისაუბრეთ, თუ არ გიყურებიათ, დააბრუნეთ და ნახავთ დასაწყისში. ეს არის თუ გაქვს menstruatsiyis გადაცდენები და ეს გადაცდენები არის 10 დღე, 2 კვირა, შეიძლება თვეობით არა გაქვთ menstruatsiები, ხო? ეს ერთი. თუ გაქვს ჭარბი წონა, წონის მატება, თუ გაქვს აკნე, თუ გაქვს ჭარბთმიანობა, კიდევ რა სიმპტომი გვაქვს? ხო, ძირითადად ეს არის, ხო.
ჩვენ ახლა ექიმები როგორ სვამთ დიაგნოზს სხვა საკითხია, მაგრამ აი ეს სიმპტომები უკვე საყურადღებოა. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად ეს პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომია, მაგრამ საყურადღებოა, როცა ეს გაქვს. საკმარისია ორი სიმპტომი, აი ყველაზე დამახასიათებელი, რომ წონის მატება და მენსტრუაციის გადაცემა ახალგაზრდა ასაკში, ახლა 50 წლის ასაკში ვერ ექნება პოლიკისტოზი, ეს რეპროდუქციულ ასაკის დაავადება, მდგომარეობა. ჭარბი წონა, მენსტრუაციის გადაცემა. აი ჩავთვალოთ, რომ 90% ეს არის პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი, მაგრამ ეს დიაგნოზი რომ დავსვათ, ამისთვის პაციენტი უნდა მოვიდეს. თავისთავად ნომერ პირველი, საერთოდ ნებისმიერ სფეროში და რეპროდუქტოლოგია, გინეკოლოგიაში მით უმეტეს არის ძალიან დეტალური ანამნეზის აკრეფა პაციენტისგან. ხშირად პაციენტი არ ამბობს რაღაცეებს და თუ არ თქვა და მერე აღმოვაჩინეთ, ეს ჩვენი ბრალია. ჩვენი ექიმი, ესე იგი კარგად არ უკითხე და სწორად არ შევეკითხე. ანამნეზი ეს ერთი რა აწუხებს და ასე შემდეგ და შეიძლება ძალიან ბევრი რამე აღმოაჩინოთ და ეკოსკოპიური სურათი. ეკოსკოპიაზე ჩვენ რას ხედავთ, რომ საკვერცხები არის ზომაში უფრო დიდი, უმეტესად შეიძლება არ იყოს დიდი, მაგრამ ძალიან ბევრი ფოლიკულებია შიგ. ბევრი, აი ნორმაზე მეტია. ნორმაზე მეტი, იქაც სხვადასხვანაირი, ესე ვთქვათ, სტრუქტურა, ანუ ვთქვათ ერთი წიანდადებით განსხვავებული ეკოსტრუქტურა საკვერცხეების. საკვერცხეები არის განსხვავებული ზომის და ფორმის თუ სტრუქტურის და აქედან გამომდინარე თუ ეს გვაქვს პლუს ჭარბი წონა პლუს გადაცემა, წონაც არ გვინდა. არის შემთხვევები, როცა პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი აქვს ქალს და არის პირიქით წონის დეფიციტი აქვს. ან ნორმალური წონა აქვს, მაგრამ აქვს გადაცემები და ეკოსკოპიურად ხედავთ მულტიფოლიკულოს საკვერცხების და ჩვენ უკვე შეგვიძლია დავსვათ ეს დიაგნოზი. მაგრამ აი ამ სიმპტომებს ასაკვირველია ახალგაზრდა ქალებმა უნდა მიაქციონ ყურადღება. ქალბატონო მანანა, ბოლოსკენ მინდა ასეთი შეკითხვები დაგისვათ თქვენი პრაქტიკიდან და ზოგადად რომ მივცეთ რჩევა კიდევ დამატებით ჩვენს მაყურებელს. რა უნდა იცოდნენ აუცილებლად გოგონებმა და ქალებმა თავიანთ სხეულზე, ან ერთი რჩევა რომ მისცეთ, აი პირველი რჩევა რაც მოგაფიქრდებათ, რომ გამოვყოთ. ძალიან ბევრი რჩევა იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ისეთი, რასაც მისცემდით ყველა ქალს და აქვე მაინტერესებს კიდევ ასეთი დეტალი HPV ვაქცინაცია ვახსენეთ წეგან და აი თქვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელზეც მართლა ძალიან რაც არ უნდა ბევრი ისაუბრო, კითხვები არასდროს არ წყდება. იმიტომ რომ ყოველთვის ჩდება ეს რაღაც მითები, კომენტარები, რომ აი ამ თუ გავიკეთებ ეს მომივა, ეს დამემართება და მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად ურჩევდით არა მხოლოდ გოგონებს, არამედ თქვათ ბიჭებისთვისაც არის თუ არა რეკომენდირებული. პაპილომავირუსზე ვაქცინაცია. კიდე ზოგადი რჩევა რაც მე ვფიქრობ, რომ ჯერ ვიტყვი რა არის პაპილომავირუსი, რომ გრაშუაში აქვს ვაქცინაცია. გასაგები იყოს კი. საშულოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ცოტა შორი დავიწყებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მთავარი რაშია საქმე. საქმე არის საშულოსნოს ყელის ონკოლოგიურ დაავადებაში. საშულოსნოს ყელის კიბო არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული. მე რამდენადაც ვიცი, სარძევე ჯირკვლების კიბოს მეორე ადგილია. კიბოს შემდეგ არის მეორე ადგილზე ჩვენთან საქართველოში. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ის არის უბოლო ადგილზე და პრაქტიკულად არის ქვეყნები, სადაც ამბობენ, რომ პრაქტიკულად ჩვენთან საშულოსნოს ყელის კიბო, ბოლო საერთოდ არ არის, აი ერთეული შემთხვევებია. საშულოსნოს ყელის კიბოს იწვევს პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამი. ანუ იწვევს ვირუსი. ვირუსი იწვევს ერთგვარი ვირუსი, რომელსაც ქვია პაპილომავირუსი. პაპილომავირუსი არსებობს 150-200, აი ძალიან ბევრი შტამი არსებობს, მაგრამ ყველა არ იწვევს მას. აი მაგალითად მეჭეჭი რო გაქვს ან აი ესეთი ხორცმეტები, ხო, ეს პაპილომები და ასე შემდეგ, იგივე კონდილომები, ხო, იმასაც იწვევს პაპილომავირუსი. მაგრამ ის არ არის მაღალი რისკის, ეს არ არის ონკოლოგია, ეს სხვა რაღაცა, აი საშულოსნოს ყელის კიბოს იწვევს მაღალი რისკის პაპილომავირუსი, მას თავისი ნომრები აქვს, ესე ვთქვათ, ციფრები 16, 36, თავის რამდენიმე არსებობს.
და მისი გადადება ხდება სქესობრივი გზით. მხოლოდ სქესობრივი გზით ხდება და თუ ქალი დაინფიცირდა ამ ვირუსით, მას არანაირი სიმპტომატიკა არ აქვს. არ იწვევს სიცხეს, არ იწვევს ცუდად არ ხარ არაფერი ჩვეულებრივად, მაგრამ დროთა განმავლობაში არსებობს მაღალი რისკი, რომ მან გამოიწვიოს საშუალო ყელის ონკოლოგია, კიბო, საშუალო ყელის კიბო. ასაკი ახალგაზრდა ასაკში შედარებით ახალგაზრდა, აი 30 წლამდე ავიღოთ. სქესობრივი აი ეს სტატისტიკაა და დავაკვირდეთ ამ ციფრებს, რომ 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალები და კაცებიც სქესობრივად აქტიურები ერთხელ მაინც ინფიცირდებიან პაპილომა ვირუსით, დაახლოებით 70-80%. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ 70-80%-ს აქვს საშუალო ყელის კიბო ქალებს. მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ რადგან არის ახალგაზრდა ასაკი და რადგან იმუნიტეტი არის ძლიერი, ამიტომ უმეტესად 95% შემთხვევაში ის კი ინფიცირდება, მაგრამ ის თავისით ელიმინაციას, ანუ თავისით ქრება. ისე რომ შეიძლება ვერც გაიგოს ამის შესახებ ქალმა. თუმცა არის შემთხვევები, თუ ის დაინფიცირდა, ის არის ორგანიზმში და მერე ნელ-ნელა ასაკის მატებასთან ერთად როცა იმუნიტეტი ქვეითდება, მას შესაძლოა გამოიწვიოს საშუალო ყელის კიბო. სწორედ ამიტომაა, რომ ვაქცინაცია ტარდება. სხვათა შორის მე მგონი ონკოლოგიაში ერთადერთი არის, ხო, ჯერჯერობით კიბო, ონკოლოგია ერთ-ერთი სახე, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ფაქტიურად არსებობს. და ეს არის პაპილომა ვირუსზე HPV ვაქცინაცია. როდესაც კეთდება ეს ვაქცინა, ის გიცავს პაპილომა ვირუსის მაღალი რისკისგან, იმ შტამისგან, რომელიც იწვევს საშუალო ყელის კიბოს და ფაქტიურად დაცულია. როდის უნდა გაკეთდეს ეს ვაქცინა? ბუნებრივია მანამ სანამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს გოგონა, იმიტომ რომ ხო ვთქვით, რომ სქესობრივად გადაედება და ამიტომ სანამ დაიწყებს, მანამდე უნდა გაკეთდეს. უნდა ბიჭებში იწვევს რაიმე ონკოლოგიას ან ამეს. კი, იწვევს, მაგრამ ძალიან იშვიათად. ამიტომ ბიჭებში შეიძლება ეს იმდენად აქტუალური არ არის პაპილომავირუსის მაღალი რისკი, მაგრამ აქტუალურია ქალებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ისინი არიან გადამტანი და ამიტომაც ბიჭებიც და გოგოებიც რეკომენდირებულია, ნებაყოფლობითია თავისთავად, მაგრამ მე როგორც ექიმი რასაკვირველია ვურჩევ, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ესეც უფასოა ჩვენთან, მე რამდენადაც ვიცი, თუ არ ვწდები 10 თუ 11 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება ეს ვაქცინაცია და ეს არის უსაფრთხო. ერთი კითხვა, რომელსაც ძალიან ხშირად ალბათ ეხლაც გაჩნდება ეს კითხვა, რომ აი ვთქვათ უკვე დავიწყე სქესობრივი ცხოვრება და რა ვქნა, ანუ უკვე ვაქცინას ვერ გავიკეთებ, ხო? ხო არ შევამოწმო მაქვს ვირუსი, არ მაქვს ვირუსი. ეხლა თუ 30 წლის ზემოთ ხარ, ისედაც გეკუთვნის უფასოდ, ესე ფასიანად ყოველთვის შეიძლება შეამოწმო, მაგრამ მე ვამბობ სკრინინგის მხრივ, ხო, 30 წლის თუ ხარ, შეგიძლია გაიკეთო და ნახო გაქვს თუ არა ეს ვირუსი. პრინციპში უფრო ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება და ფიქრობ, რომ საჭიროა თუ დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება, ისე რომ არა გაქვს გაკეთებული ეს ვაქცინა. უბრალოდ ნახო, მაქვს ეს ვირუსი თუ არ მაქვს ეს შეიძლება, უბრალოდ ეს ფინანსურ იმასთან არის დაკავშირებული. და ვთქვათ მაქვს ვირუსი, რა უნდა ვქნა? ვირუსი არსებობს რამდენიმე შტამი, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიგეთო ვაქცინაცია. თუ არ ხარ წინააღმდეგი, ხო? მაინც უნდა გაიგეთო ვაქცინაცია. რატო უნდა გავიკეთო თუ მაქვს ვირუსი, რაში მჭირდება, რისგან დამიცავს? არსებობს რამდენიმე შტამი და პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ყველა შტამი ჰქონდეს ერთ ადამიანს. და ის ვაქცინა, რომელსაც იკეთებ, ის გიცავს რამდენიმე შტამისგან, ბევრი შტამისგან, ის რაც გაქვს, იმაზე ის არ მოქმედებს, არც დადებითად, არც უარყოფითად, მაგრამ სხვა შტამები შემდგომში სხვა შტამებით არ დაინფიცირდები. აი, ეს არის აქედან გამოსავალი. ანუ ვაქცინაცია საჭიროა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, მაგრამ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ მაინც საჭიროა. სულ არ ვაქცინას, ჯობია რომ მე გაიგეთ. ხო.
ქალბატონო მანანა, ბოლოს წინა კითხვა იქნება დიახ. ასეთი, აი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, თქვენს პრაქტიკაში რამდენად ხშირი არის ასეთი რამ, რომ აი მაგალითად პაციენტი მოდის, ვთქვათ, უწევთ რეკომენდაციას, ნიშნავთ რაღაცა კონკრეტულ პრეპარატს, თუმცა მიდის სახლში, შემდეგ ამის შესახებ ხელოვნურ ინტელექტს ეკითხება, შეერჩავს ინფორმაციებს, მერე გირეკავთ და გეუბნებათ, რომ ვთქვათ, მაგალითად ეს ამისთვის არ არის საჭირო რომ მივიღო. ანუ აი ესეთი შემთხვევები თუ გაქვთ, იმიტომ რომ თითქოს ვთვლი რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა დღევანდელ ჩვენ ცხოვრებაში და მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ პრაქტიკაში რაიმე ასეთი თუ ხელოვნურ გახსენდება. ინტელექტს პაციენტები ძალიან აქტიურად იყენებენ, ისევე როგორც ვიყენებ მეც, რასაკვირველია ხელოვნურ ინტელექტს. არა ისე ვთქვათ, როგორც აი ცხოვრების გუშინ მომიყვა ჩემმა ერთმა პაციენტმა, რომელიც იყო ექიმთან, არ ვიცი შეიძლება მოიჩვენა, შეიძლება მართლა ესე იყო, ჩვენთან არა იტალიაში. იყო ექიმთან, რომელსაც უთხრა თავის ჩივილები და იმ ექიმმა შეიყვანა ის ჩივილები ხელოვნურ ინტელექტში და ხელოვნურმა ინტელექტმა გამოუგდო რა წამალი უნდა დაენიშნა და ის დამინიშნა და რასაკვირველია ის წამალი მის დანიშნულება გადავაგდეთ და არ მივიღე, იმიტომ რომ შეეკითხა იმ უსულო საგანს ესე ვთქვა და იმან დაუნიშნა და ესე. რასაკვირველია ექიმი მე ვიყენებ და აქტიურადაც ვიყენებ და არა მარტო მედიცინაში ვიყენებ, არამედ სხვა რაღაც ყველაფერში, მაგრამ ისევე როგორც ვთქვათ, ინტერნეტი კარგია, ცუდია, ხო, სულ ამაზე რომ მიდის საუბარი, ხო, ყველაფერს აქვს თავისი ზომა და ზომიერება. ამაშიც უნდა იყოს ზომიერება და ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა, აუცილებელია უკვე დღევანდელ დროში, ისევე როგორც შეუძლებელია სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ საჭიროა ზომიერება. და ზომიერება და გამოიხატება იმაში, რომ როდესაც შენ არ ხარ სპეციალისტი, როდესაც შენ არ გაქვს პრაქტიკული გამოცდილება, არც თეორიული, ვთქვათ, მედიცინა, ნებისმიერი სფერო, გნებავთ მუსიკა, გნებავთ ინჟინერია, რაც გნებავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მედიცინაზე ვსაუბრობ. შეუძლებელია, რომ შენ წაიკითხო ხელოვნური ინტელექტის, რომ კითხო, იმან დაგიწეროს და ის იყოს 100%-იანი. კი, უთქვამთ, რომ ხელოვნურ ინტელექტს კითხე და მითხრა ზუსტი დიაგნოზი. მე მივედი ექიმთან, ექიმმაც იგივე დამისვა. ანუ რა მაგარი ყოფილა. კი, შეიძლება, როგორ არა. მაგრამ ხელოვნური ინტელექტიც ზოგჯერ შეიძლება ტყუის. არ ტყუის, ტყუის როგორ ვამბობ, სწორს ამბობს, რასაც ეუბნები, მაგრამ იმის უკან რა დგას, ხელოვნურმა ინტელექტმა არ იცის, ეს ექიმმა იცის. ამიტომ ჯერჯერობით ახლა ამ ეტაპზე ექიმის ფუნქციას აი ეს თუ გაინტერესებთ, ხო? ალბათ ყველას გაინტერესებს, ვის რომელ პროფესიას შეცვლის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ალბათ არ ვიცი, ეს ჩემი აზრია, რომ ექიმის ფუნქცია შეიძლება რაღაცა არ ვიცი რა 10 წელიწადში თუ 15 თუ 20 წელიწადში ჩაანაცვლოს. თავიდან აი რაღაც ხო რომ ამბობენ ესეთი სუპერ ტვინი და რაღაცა იქნება და ეს ჩაანაცვლოს, ნუ არ ვიცი, ვერ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა რაც ბავშვობაში ვერ წარმოვიდგინა, დღეს არის, ხო? მაგრამ ადამიანურ ფაქტორს, რომელიც გააქვს ექიმთან ურთიერთობისას, მაგას ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლოს. ადამიანური ფაქტორი, ყურადღება, თანადგომა, ანუ იცით რა არის, ზოგჯერ პაციენტი მოდის სალაპარაკოდ. მართლა არის ესე პაციენტი, მე კი არ ვამბობ რომ ეს ცუდია. პაციენტი მოდის ექიმთან იმისთვის, რომ შენ გელაპარაკოს, შენგან მიიღოს თანადგომა, ყურადღება. აი ეს უკვე, აი რაღაცნაირი თერაპია ამისთვის. აი ყველაფერი რომ ჩაანაცვლოს ადამიანურ ფაქტორს, ის პროფესიები, სადაც ადამიანური ფაქტორია, მას ვერ ჩაანაცვლეს. მე არ მგონია რომ ჩაანაცვლოს, მაგალითად, რა ვიცი, დღეს ესე მგონია, იქნება ისა რომ ფსიქოლოგია ჩაანაცვლოს, მაგალითად, ბავშვობაში ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება რომ ტელეფონით, ვთქვათ, ტელეფონი კი მასწავლებელი გიყურებს, ჩვენ გვეუბნებოდნენ, არ ვიცი, თქვენთან ალბათ არ იყო, მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდა და იმისთვის რომ კარგად მოქცეულიყავით სახლში, გვეუბნებოდნენ რომ შენ ახლა მასწავლებელი ხო იცი, სულ გიყურებს, რასაკეთებ და ეს რომ წარმოვიდგენდი რომ მასწავლებელი გიყურებს, მაგრამ ამავე დროს მე მეცინებოდა რომ
სხვანაირად უნდა მიყურებდეს, ხო, ტელევიზორი აქვს სახლში და ის გიყურებს რაღაცა ესეთი. წარმოუდგენელი იყო, ისევე წარმოუდგენელია დღეს ალბათ რა იქნება 20 წლის შემდეგ. ChatGPT-ს, ანუ თავარი არის ის, რომ ChatGPT საჭიროა აუცილებელიცაა, ძალიან ბევრი რჩევა შეიძლება მისცეს პაციენტს, მაგრამ ჯერჯერობით, დღესდღეობით ის ვერ ანაცვლებს ექიმს. მე რა იქნება მე არ ვიცი. და კიდევ სხვათა შორის კი, აი მე მახსოვს რომ ერთმა იქ არ ვიცი ChatGPT ამას ურჩევს თუ არა, მაგრამ ერთხელ მოვიდა ჩემთან პაციენტი, ერთხელ კი არა, ხო, ორჯერ იყო მე მგონი ეს შემთხვევა, რომ ChatGPT მირჩიაო თქვენთან მოსულიყავი. მე მგონი ეგეთ რაღაცას არ ურჩევენ, მაგრამ არ ვიცი, ძალიან გამიკვირდა როგორ ურჩია. ну შეიძლება შეეკითხა რომ ხო დაგუგლა მან და ვინ არის ექიმი და ესე ურჩია ჩემთან მოსვლა. ეს არის მართლა. ქალბატონო მანინა, ბოლო კითხვაზეც მივედით. ჩემ ბოლო კითხვა იქნება ასეთი, აი რას ეტყოდით ქალებს ზოგადად, თუნდაც აი ამ თემებიდან გამომდინარე, ძალიან ზოგადად როგორც თქვენ პროფესიონალი, როგორც ქალი და ასევე მინდა 1-2 სიტყვა მითხრათ ჩემს პოდკასტთან დაკავშირებით, აი რას უსურვებდით, რას ფიქრობთ, როგორი აზრის ხართ და ჯერ ქალებით დავიწყოთ. ჯერ ჯერ ქალებით დავიწყოთ. რას ურჩევდი? ეხლა ვეცდები რომ ერთი წიანდადებით ვთქვა, რომ ქალებს ურჩევდი. იცით რა არის? როგორც ექიმი, ზოგადად კაცებსაც ურჩევდა ქალებსაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა. ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჯანმრთელობა ხშირად ადამიანებს აქვთ ბოლოში მოქცეული, ხო? მთავარი არის თქვათ ეს ან თუნდაც მატერიალური ან გართობის მომენტი ის და ყოველთვის ხშირად ყოველთვის არა, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მეორე იმაზე პლანზე ყავთ გადატანილი, ასე ვთქვათ. რაც არ არის სწორი. ჯანმრთელობა არის ნომერ პირველი და მთავარი. ამას არ აფასებს ადამიანი, როდესაც ის არის ახალგაზრდა, უფრო ესეა, იმიტომ რომ ახალგაზრდა არის ძალიან ენერგიული, მას გონია რომ მთელი ცხოვრება აი ესე და არც ფიქრობს იმაზე და ისეთი ჯანსაღია, თავისთავად, ხო, ახალგაზრდა უმეტესად ჯანსაღია და ენერგიული ადამიანი და ის ამაზე არ ფიქრობს და შესაძლოა ბევრი ისეთ რამეს თქვათ, მავნე ჩვევები ხო მაშინ ახსენეთ თქვენი იქნება ეს რაც ეს ენერგეტიკული თუ არასწორი კვება, ფიზიკური არააქტიურობა, ხო, უმოძრაო ცხოვრების წესი, ვთქვათ, სულ კომპიუტერთან ან სულ მარტო მანქანაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აისახება ჯანმრთელობაზე შემდგომში. ჯერ ახალგაზრდა ორგანიზმი ამას უძლებს და მერე უკვე ვეღარ გაუძლებს. ჯანმრთელობაზე უფრო დიდი რამე არ არსებობს, იმიტომ რომ ის არის დაკავშირებული ჩვენს ბედნიერებასთან. ბედნიერება ვერ იქნება ჯანმრთელობის გარეშე. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი არ არსებობს, ყველას რაღაცა შეიძლება ქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შრომის უნარიანობა, ბედნიერების შეგრძნება, კარგ ხასიათზე რომ იყო და განწყობა ქონდეს და რომ რაღაცა გააკეთო, ხო, რომ თუნდაც იურთიერთობო, ხო, ანუ დატკბე ცხოვრებით, თუ შეიძლება ესე ითქვას, ახლა ვინ ტკბება, სულ კი ვერ ვტკბებით, მაგრამ რაღაცა ადამიანს სჭირდება ბედნიერება. მე ვთვლი, რომ ჩვენ ვართ გაჩენილი იმისთვის, რომ ბედნიერება მუდმივად არა, მაგრამ რაღაც ბედნიერების განცდა ქონდეს, რაც შეიძლება ხშირად. აი ამას ჩვენ ამის საფუძველი ძირი შეიძლება ითქვას არის ჯანმრთელობა. თუ შენ ხარ ჯანმრთელი, უკვე დანარჩენი დამოკიდებულია შენს გონებაზე, შენს შრომის მოყვარეობაზე, სწავლაზე და რა ვიცი, შრომაზე. ანუ მე მინდა ვუთხრა, მოკლედ რომ ვთქვათ, გაიგეთ უკვე რომ ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გთხოვთ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას, როგორც ქალებმა, ესევე მამაკაცებმა. რაც შეეხება თქვენს პოდკასტს, არის არაჩვეულებრივი სტუდია, ეხლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მაგრამ
ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდანაც მე დავrწმუნდი რომ აი რაც არ უნდა ანუ მატერიალური ეს არის ყველაფერი მეორადი, ნომერ პირველი ეს არის ადამიანი. ანუ პიროვნება, ხო, პოდკასტი კარგი სტუდია ერთია, მაგრამ საინტერესო საუბარი მეორეა. ძალიან მომწონს თქვენი პოდკასტი ზოგადად გისმენთ და ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევთ თქვენ. პირველ რიგში გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ პირადად, თქვენს გუნდს და ამავე დროს იმდენად თქვენ ხართ ენერგიული და ეს მე აღმინიშნავს სხვათა შორის და მიფიქრია და მithქვავს კიდეც, იმდენად ენერგიული, იმდენად მონდომებული, იმდენად დისციპლინირებული. ეხა ნიჭიერი ჭკვიანი აღარ ვამბობ, ხო, აი რასაც მე ვხედავ, ხო, ვიცი თქვენი ესე ვთქვათ, მოღვაწეობა თუ შეიძლება ესე ითქვას, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ესე ნაბიჯ თქვენ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ და გისურვებთ, რომ ეს ასე იყოს და იყოთ ჯანმრთელად და რაც თავარია იყოთ ბედნიერი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ძალიან გაფასებთ და მართლა ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვისაც და ძალიან დიდი პატივია და მნიშვნელოვანი არის თქვენაერი ადამიანის ჩემს გვერდში ყოფნა და ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ რომ მობრძანდით. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და დრო მართლა ისე გავიდა, რომ აი არ მინდოდა დასრულებულიყო, თუმცა ვთვლი რომ რაღაც ამ ჩვენი პატარა საუბრით მივცემთ ქაროს მოტივაციას, რომ საკუთარ თავზე, საკუთარ სხეულზე იზრუნონ და მიხვდნენ, რომ ეს ინფორმირებულობა და ასე ვთქვათ, აი ეს ყველაფერი ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, კითხვების დასმა და პასუხების მოძიება არ უნდა იყოს სირცხვილი და ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი და თავისუფალი პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა თქვენ კიდე ერთხელ. მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს მაყურებელს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, არ გავიზდეთ ჩვენი არხების გამოწერა, ვიდეოების დალაიქება და ჩვენ კი შევხვდებით აუცილებლად მომავალ ოთხშაბათს კიდევ ერთი საინტერესო თემითა და სტუმრით. დროებით.